Სუსამს იმ გარემოებას, რომ საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვანთა დაკავება იშვიათად ხდება. ევროკავშირის მისია მოუწოდებს ყველა მხარეს დაიცვას ბავშვების ინტერესი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში. საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში ჯონჯოლის საკრებად წასული საქართველოს 11 მოქალაქე რუსმა სამხედროებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარავეს. დღეს ოსურმა მხარემ შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით მოლაპარაკებების შედეგად გადმოგვცა გუშინ საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის მიმდებარე ტერიტორიიდან ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული 5 არასრულწლოვანი. პოლიცია მოიქცა ისე როგორც უნდა მორცეულიყო და მან საკმარისზე მეტი მოითმინა. ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე გუშინ მომხდარ ინციდენტს. მინისტრის თქმით, პოლიციის საკუთარი უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია და არაპროპორციული ძალა არ გამოუყენებია. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა სტუდენტების აქტიურობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას მიესალმება, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კანონის დაცვის ვალდებულება აკისრია. გარდა ამისა, მინისტრმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ინციდენტის დროს 2 ჟურნალისტი დააკავეს. გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც გააკეთა. ხელისუფლება ეს არის სახელმწიფო. შესაბამისად, ჩვენ დავუჩით სწორი და სწორი განწყობა მივიღოთ. ჩვენ გვაქვს 2 გზა. თქვენ თუ გნებავთ რომ ქაოსი, მაშინ მხარი უნდა უჭიროთ გუშინდელ ძალიან არასასიამოვნო ფორმებს. მაგრამ თქვენ თუ გინდათ დაწნარებული, დამშვიდებული სახელმწიფო, შესაბამისად უნდა იყოთ ობიექტურობის სიმართლის მხარეს. ძალიან ცუდია ის რაც მოხდა. ფლაგმშიდობიანს ნამდვილად ვერ უწოდებ მე ამ აქციას, იმის და მიუხედავად თუ როგორ იქცეოდა აქციაზე მყოფი ადამიანები, პოლიციის მხრიდან იქნა, ასე რომ ვთქვათ, ნორმალური საქციელი იყო პოლიციის მხრიდან ის რაც გაკეთდა, რამოდენიმე ადამიანი, მე არ ვიცი, ეს ორგანიზატორები იყო თუ უბრალოდ აქციის მონაწილეები იქნა დაკავებული და ადმინისტრაციული ჯარიმით იქნა დამუშავებული. ამ თემაზე ამ წუთებში რეპორტაჟი მზადდება და ვრცლად მას მთავარ გამოშვებაში 9 საათზე ნახავთ. 9 საათზე თქვენ ასევე ნახავთ. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დავით კირვალიძე კიდევ ერთხელ პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული უკანასკნელი თათბირის შემდეგ კირვალიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უწყებაში განვითარებული მოვლენების გამო პირადად იღებს პასუხისმგებლობას. ამონარიდი კირვალიძის განცხადებიდან მთავარია გავითვალისწინოთ უდანაშაულობის პრეზუმპცია. შეგახსენებთ, სასოფლო სამეურნეო ბარათების კანონს საწინააღმდეგოდ გამოყენების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. მთავრობის წევრებმა დღეს გამოთქვეს მოსაზრება, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ შესაძლოა კირვალიძე თანამდებობაზე დაბრუნდეს. ყოფილი მინისტრის განცხადებით, გადადგომის შემდეგ მას პრემიერთან აღარ უსაუბრია. ხალბარი ქონდა ჩვენ მანამდე რეგულარულად, ისევე როგორც დღესდილასაც მთავრობის ხმაზე. მოგეხსენება, კარგად იცით რა გამოცხადე. მე კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმას, რომ ამ მიმდინარე მოვლენებზე ვიღებ ჩემ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს ყველა ძალიან იპატივსემ, მათი უმრავლესობა ჩემი პირადი მეგობარიც არის, მასწავლებლებიც არიან ჩემი, აქედან გამომდინარე, ველი მეუთმენლად, რომ დროზე დასრულდეს ეს პროცესი, გაირკვეს სიმართლე და დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება და ყველაფერი დამთავრდება კარგად. უკვე 3 საათია დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს ქუთაისში პარლამენტის ხდომა. დასაწყისში უმცირესობის წევრებმა ხდომაზე რეგისტრაცია არ გაიარეს და ამ გზის შეეცადნენ კვორუმი არ შემდგარიყო. კვორუმი არ შესვენების შემდეგ შედგა, რაც პარლამენტში ტექნიკური გაუმართლობით აიხსნა. მე შეგახსენებთ, პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. მერიან გორგოძე გვერდება ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში, მისგან შევიტყობთ რა ეტაპზეა საპარლამენტო განხილვა. მერიან და ხმაურით დაიწყო დღევანდელი პლენარული სესია და შეიძლება ითქვას, რომ ხმაური გამოიწვია გარკვეულწილად პროცედურულმა დარღვევებმა, მას შემდეგ რაც პირველ ჯერზე არ შედგა პლენარულ სესიაზე კვორუმი იმის გამო, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა არ გაიარეს რეგისტრაცია, ამის შემდეგ გამოცხადდა მცირე შესვენების დარბაზში კვლავ შეიკრიბნენ დეპუტატები, ხელმეორედ ჩატარდა რეგისტრაცია, თუმცა კვორუმი არც ამ ჯერზე შეიკრიბა და ეს დაბრალდა ტექნიკურ ხარვეზებს და ამის შემდეგ ხდომის თავმჯდომარემ მესამეჯერ გამოაცხადა რეგისტრაციის ჩატარების შესახებ და მესამე ჯერზე უკვე კვორუმი შედგა და ხდომა გახსნილად გამოცხადდა, თუმცა ამ ფაქტმა გამოიწვია უკმაყოფილება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შორის. მათ თქვეს, რომ მეორე რეგისტრაციის შემდეგ შემოვიდნენ დეპუტატები ხდომათა დარბაზში და სწორედ ამის გამო შეიკრიბა ამის გამო მოხდა ხდომათა დარბაზში დაპირისპირება უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის. ჩვენ ეხლა ამ დაპირისპირების ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ვიხილოთ. არის სამართლიანი და ყველა მეთოდით შევეცდებით, რომ ეს განხილვა გადაიღოს, იმიტომ რომ ფაქტი იმისა, რომ საქართველოს რუსეთის მოთხოვნით შეასრულოს ძალა გამოაცხადოს ოკუპაციის კანონს,
გაიხსნა და საერთოდ შეუდგეს მუშაობას. ნახევარი საათის შესვენებას ვაცხადებ იმისთვის, რომ ნახევარ საათში ხელახლა გავიაროთ რეგისტრაცია. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან და მირიან გორგოძე ხმაური ფოთისმერიაში ფოთისმერს თანამშრომლების საღდრომოდ პრემიებს თხოვენ. ფოთისმერი დავით სარსანია განმარტავს, რომ ქალაქში არსებული მძიმე სოციალური ფონის დათვალისწინებით საპრემიო თანხები ფინანსური პრობლემების მქონე ფოთელების დახმარებებზე გაიცემა. საპასუხოდ მერიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ისინი პრემიებს ყოველთვის იღებდნენ. ახლა კი ეს აკრძალვა და საპრემიო თანხების მოსახლეობაში დარიგება მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას დაწესებულია. ამას ფოთისმერი კატეგორიულად უარყოფს და ასევე კატეგორიულად აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. როცა ჩვენი ხელფასები საჯარო მოხელეებისა ზედაზღვარი არის ძალიან დაბალი. როცა ყველას მე მგონი მთელ საქართველოში და მათ შორის ჩვენ სამაკო პრობლემა გვაქვს. ჩვენ ამ დღესასწაულისთვის ფული არ დაგვრჩა და წინ კიდევ ერთი თვე გვაქვს შემდეგი ხელფასისთვის და ვითხოვდით იმას, რაც არის კანონით. ჩვენ არ ვითხოვდით არაფერ უკანონოს. ამდენი სოციალურ დაუცველი ადამიანების ფონზე, ამდენი შეჭირებული ადამიანის ფონზე, უკმაყურო დარჩენილი ადამიანის ფონზე, რომელთა რიგები არ წდება ჩემს კაბინეტის წინ, მე უბრალოდ თავს ვერ მივეცი იმის უფლება და იმის ფუფუნება, რომ მომეწერა ხელი და გამეცა პრემიები. პრემიერის მიერ დაანონსებული მინისტრი, რომელიც პოსტს დატოვებდა, უკვე ცნობილია. დავით კირვალიძე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. კირვალიძის გადადგომამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლობა სახელმწიფო სტუდნელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. ამით მე დროებით ზუსტად 7 საათამდე გამშვიდობებით. ახლა კი ეთერში კვლავ ღია თამაში და ირაკლი ჩიხლაძე. ირაკლი. მოკლედ სოფომ დაანონსა ის თემა, რომელიც ახლა მე ვცლად უნდა წარმოგიდგინოთ და თამთა ჯანაძე ჩაგვერთვება ამ თემაზე. თამთა, საღამომშვიდობის რა ახალი დეტალები არის შენთვის ცნობილი და მოსაოდნელია თუ არა მინისტრი, რომელიც უკვე გადადგა დაუბრუნდეს თავის დაკავებულ თანამდებობას, ან რა შემთხვევაში? მშვიდობისა პირველი მინისტრი ახალ მთავრობაში, რომელმაც თანამდებობა დროებით, თუმცა მაინც დატოვა, გახლავთ დავით კირვალიძე, როგორც უკვე აღნიშნეთ, ის სრულად იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ იხსნის პასუხისმგებლობას მანამ, ვიდრე გამოძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების უდანაშაულობას არ დაამტკიცებს. დავით კირვალიძემ ამ განცხადებით მთავრობის ხდომაზე უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს და მას შემდეგ, რაც მთავრობის მეთაურისგან დასტური მიიღო, მთავრობის ხდომა დატოვა. ამ ადამიანებიდან უმრავლესობა არის ძალიან წესიერი ადამიანები, ვიცნობ კარგად, აბსოლუტური უმრავლესობა მათი. ბევრი მათგანი ჩემი პირადი მეგობარია, მათ შორის ჩემი მასწავლებელიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მალე გაირკვევა, დასრულდება ეს ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა, რომ დასრულდეს. ამასთანავე, ყველაფერმა პროცესზე მე დღეს გამოთქვი სურვილი მთავრობასთან, რომ ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ვთხოვე, რომ უფლებამოსილება შემიჩნევა, რომ გადავდგე მანამ, სანამ არ გაირკვევა სიმართლე და არ დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა. ღირსეული ნაბიჯი ასე აფასებენ კოლეგები მინისტრის გადაწყვეტილებას, მათ იმედი აქვს, რომ გამოძიება სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების უდანაშაულობას დაამტკიცებს და მინისტრი მათ შემადგენლობაში ძალიან მალე დაბრუნდება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, მე დათოს დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ მეგობრები ვართ. იოტის ოდენად ეჭვი არ მეპარება მის წესიერებაში, ვაშკაცურ მიდგომაში საქმის მიმართ. და ეს გადაწყვეტილებაც რა თვითონ მიიღო, რომ აიღო პასუხისმგებლობა პოლიტიკური, სწორედ მის კაცურ ბუნებაზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, დასრულდება გამოძიება და ყველაფერი გაირკვევა. ჯერჯერობით არ დაუტოვებია ბოლომ თანამდებობა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის სამართლებრივი და მე მივესალმები მის ასეთ თამამ გადაწყვეტილებას, რომ სამინისტროში, სადაც მაღალჩინოსნების მიმართ გაიხიზრა სისხლის სამართლის საქმე, მინისტრმა ჩათვალა, რომ საჭიროა პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აღება. ეს მშვენიერია, ჩვენ მუშაობთ გამჭვირვალედ, არ ვმალავთ არაფერს.
მეცხრე არხი ამ თემასთან დაკავშირებით ესაუბრა ექსპერტებსაც. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მინისტრის გადაწყვეტილება ქართული სინამდვილისთვის ნამდვილად უჩვეულო მოვლენაა და ისინი სერიოზულ გამბედაობას მოითხოვს, თუმცა აქვე აცხადებენ იმასაც, რომ თუ გამოძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დანაშაულს დაამტკიცებს, ამ შემთხვევაში დავით კირვალიძის რეპუტაცია სერიოზული ეჭვის ქვეშ აღმოჩნდება. შესაძლებელია თვითონ მინისტრი ამ შემთხვევაში არ არის გარეული ამ საქმეში, თუმცა მეორე მხრივ მისი პასუხისგებლობა შეიძლება განისაზღვროს იმით, რომ მან ხელი შეუწყო გარკვეული ადამიანების დასაქმება სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომლებიც შემდგომში კორუფციულ ბრალდებებში იქნება მხილებულნი. ის რომ მინისტრი თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და იმისათვის რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს გადადგება თუ შეიჩერებს საკუთარ უფლებამოსილებას ეს ნაკლებად აპრობირებული ნაბიჯია ქართულ რეალობაში და ამ თვალსაზრისით ალბათ უნდა ჩაითვალოს როგორც დადებითი ნაბიჯი მისი მხრიდან. უკვე ცნობილია, რომ გამოძიების დასრულებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას შეითავსებს მისი მოადგილე და ის შეასრულებს იმ უფლებამოსილებას განახორციელებს, რაც მინისტრს გააჩნია. პავლინათა ეპიცენტრში თამთა ჯანაძე იყო, რომელიც ამ თემას საღამოს 9-ზეც დაუბრუნდება, თუმცა რა თქმა უნდა დღის მთავარი თემა ჩვენთვისაც პრიორიტეტია და ამ თემაზე უკვე ექსპერტთან ერთად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. რატომ გადაიზარდა დაპირისპირებაში 1 მაისის აქცია, გამოირჩეოდნენ თუ არა აგრესიულობით მანიფესტანტები და რატომ გადაწყვიტა პოლიციამ მათი დაშლა. ასევე საინტერესოა როგორ მოჩნდნენ დაკავებულებს შორის თვითმხილველები და ჟურნალისტები. ეს მცირე ჩამონათვალია იმ შეკითხვებისა, რომელიც სამოქალაქო სექტორს წესრიგის დამცველების მიმართ გაუჩნდა. ახლა ბელა ზაქაიძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც ინციდენტიდან 24 საათის შემდეგ მოგვაწვდის ახალ დეტალებს. ბელა, გისმენ. სანამ ადამიანის უფლებათა დამცავების და ექსპერტების შეფასებებზე გადავალთ, მანამდე მოვისმინოთ თვითონ აქციის მონაწილეების შეფასებები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ წესრიგი არ დაურღვევიათ, ქუჩის გადაკეტვის უფლება ჰქონდათ, ვინაიდან ტროტუარზე ვერ ეტეოდნენ რაოდენობიდან გამომდინარე. ისინი მიიჩნევენ, რომ ასევე ბანკების და სხვადასხვა კერძო ობიექტების გარე ფასადებზე საღებავებით დახატვის უფლება ჰქონდათ. ბელა, შეგიძლია თუ არა გითხრა ინფორმაცია ამ დროისთვის დაკავებულები ყველა გათავისუფლდა და როგორი იყო სასამართლოს ვერდიქტი? დაკავებულები ხელწერილით არიან გათავისუფლებულები, პოლიციას არ მიუმართავს სასამართლოსათვის მათთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც დაკავებულები ამბობენ, ისინი არ მიიჩნევენ თავს დამნაშავეებად, ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და არ მისცეს მათ გამოხატვის შესაძლებლობა. თუმცა ჩვენ დღესვე ვესაუბრეთ ნეიტრალურ ადამიანებს, მოწმეებს, რომლებიც პლეხანოვზე მუშაობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ პლეხანოვის გამზირი გადაკეტილი იყო დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში და ახალგაზრდების რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ საჭირო ყოფილიყო გზის საავტომანქანო მოძრაობის გადაკეტვა. პოლიციელები აფრთხილებდნენ, მოუწოდებდნენ ტროტუარზე გადასულიყვნენ, თუმცა აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნას. ისინი აგრძელებდნენ მსვლელობას TBC ბანკისკენ გადაინაცვლეს, სადაც დაიწყეს TBC ბანკის გარე ფასადზე, რომელიც ისტორიული შენობაა, ასევე კერძო საკუთრებაა. ეგრეთ წოდებული პულიმიზატორებით წარწერების გაკეთება, საღებავებით აკეთებდნენ წარწერებს. მათ შენიშვნა მისცეს TBC ბანკის დაცვის თანამშრომლებმა, თუმცა ეს შენიშვნები არ გაითვალისწინეს და გააგრძელეს მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. იქაც ანალოგიურად ქუჩა იყო გადაკეტილი, რის შემდეგაც უკვე პოლიციის თანამშრომლებმა გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს ტროტუარის მხარეს და სწორედ იქ მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. წარწერები გავაკეთეთ ავერსის და PSP-ს power office-თან. ეს არის რაღაც კომპანიები, რომლებიც რაღაც გვინდა, არ ვიცი. 300%-იანი მოგება ქონდეს იმ ერთ ადამიანს, რომელიც ამ კომპანიებს სათავეში უდგას, ჩვენი ბებიები, ბაბუები, ჩვენი მეგობრები წამლის გარეშე იღუპებიან, ხო? ანუ ჩვენ უნდა თუ არ შევაწუხეთ ცოტა ეს კერძო სექტორი, რომელსაც პირველ რიგში მართებს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.
ისე ვერ შედგება სამართლიანი საზოგადოება ჩვენ. აგრესიულები იყვნენ მას შემდეგ, რაც ჩვენ ვერ დავემორჩილეთ მათ მოთხოვნას, რომ გადავსულიყავით თავიდან ბოლომდე ფეხით სავალ ნაწილს. იმიტომ რომ მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ ვიყავით 10,000-ობით ადამიანი შეკრებილი, არა, მაგრამ იმ რაოდენობის ვიყავით, რომ აი ამ ტროტუარზე ჩვენ ვერ დავატევოდით. და მცირედით დროებით ვაფერხებდით ამ მანქანების მოძრაობას. ჩვენ შეგვიძლია ასევე პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ პლეხანოზე მომუშავე ადამიანების კომენტარები, რომლებიც აქციის მსვლელობას თვალყურს ადევნებდნენ. ახალგაზრდა დემონსტრაციებმა მოდიოდა აქედან, ქუჩა იყო გადაკეტილი, ვაფშე გადაკეტილი იყო და უშველი სიტყვებით იგინებოდნენ. პატრულმა მოუწოდა წესრიგისაკენ, წესრიგის აღდგენისაკენ და პატრულსაც შეაგინეს და ესროლეს პლაკატები. როცა დემონსტრაცია წავიდა, ერთი მოქალაქის მაშინა იყო დაზიანებული, იდგა იქ. პოლიცია მოუწოდებდა წესრიგის დაცვისკენ და გზის სავალი გზიდან გადასვლას, რა ტროტუარზე გადასვლილიყო, მაგრამ არ ტოვებდნენ სავალს პირიქით, არყენებდნენ პოლიციას, პატრულს სიტყვიერ შეურაცხყოფებს. ასევე არანაირი დამორჩილება არ იყო პოლიციის მხრიდან, პირიქით უფრო აგინებდნენ. კი, პრობლემები იყო ძალიან დიდი. თითქმის მთლიანი პლეხანოვი მოძრაობა შეწყვეტილი იყო. ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით მანიფესტაციების შესახებ კანონი 2009 წელს ძველი ხელისუფლების პირობებში გამკაცრდა, შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა არ შეუძლიათ გაფრთხილების გარეშე. როგორც უჩან ანუაშვილმა განაცხადა, არ იყო იმ შემადგენლობის მონაწილეები, რომ საჭირო ყოფილიყო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა და შესაძლებელი იყო ისინი ტროტუარზე გადასულიყვნენ. აბსოლუტურად კანონიერად აფასებენ პოლიციის ჩარევას, თუმცა პოლიციის ჩარევის ფორმები და პროპორციულობას ადამიანის უფლებათა დამცავები არ იწონებენ. გავრცელებული კადრებიდან რამდენადმე დასოს პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ნიშნები უკვე გამოკვეთილია და საჭიროა მოხდეს მასზე სათანადო რეაგირება. სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ კომპეტენცია იმისა, მოახდინონ კონკრეტული ფაქტის შეფასება და შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს ადამიანები დაკავებულები იყვნენ და შესაბამისად ვერ მოახდინეს სრულყოფილად გამოეხატათ მათი უფლება და განეხორციელებინათ უბრალოდ მათი უფლება, ანუ გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეზღუდულიც იყოს, მაგრამ სანამ იმ კითხვებზე არ გავცემ პასუხს, ისე ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიცია შეეძლო უფრო მსუბუქი მეთოდების გამოყენება. 2009 წლიდან მაგალითად არის აკრძალული იგივე წარწერების გაკეთება ასფალტზე, კედლებზე და ამ შემდეგ. მოქმედი კანონმდებლობით პოლიციას შეეძლო ემოქმედა კანონის შესაბამისად, თუმცა იმ კადრებით, რომელიც მე დავინახე, აშკარაა, რომ იყო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი, კერძოდ საუბარი არის ჟურნალისტების პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ჟურნალისტების პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით საკითხს გამოეხმაურა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა. მანვე განაცხადა, რომ პოლიციელების მოქმედება ზოგადად აქციის მონაწილეებთან მიმართებაში პროპორციული იყო. ეს იყო ბელა ზაქაიძე, რომელიც გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრობდა პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთი მთავარი თემა. ექსკლუზიური ფოტოები პანკისის ხეობიდან. ასლან მარგოშვილის მამამ მეცხრე არხს ექსკლუზიური მასალა მიაწოდა, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე თბილისში კონსპირაციულ ბინაშია გადაღებული. ლაფანყურის სპეცოპერაციას 9 თვიანი დუმილის შემდეგ პირველად აფასებს საქართველოს ექს-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. თუ რას აცხადებს ასლან მარგოშვილის მამა, ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი ირაკლი მამალაძე ისაუბრებს, რომელიც უკვე პირდაპირ ეთერშია. ირაკლი, გისმენ. ასევე სკანდალური ინფორმაცია მოაწოდა მეცხრე არხს ასლან მარგოშვილის გარდაცვლილი ასლან მარგოშვილის მამამ. მერაბ მარგოშვილი საუბრობს იმაზე, რომ პანკისის ხეობაში შემოსულები იყვნენ ეგრეთ წოდებული ჩეჩენი წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც ქის მეგობრებთან ერთად გეგმავდნენ გარკვეულ ტერორისტულ აქტებს ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვიძლია ეს კომენტარი მოვისმინოთ. ეჩკინი გაუფორმეს ხო ჩემშვილს? ავტომატით გაუფორმეს? თბილისის ცენტრში ავტომატით გადაღებული სურათები. სახლშიც ვარჯიშობდნენ, მე გახყავდათ. ეხლა შავნაბადაზე რომ მქონდა ლაპარაკი. იქ სპეცნაზის წარმომადგენლები ძალიან ბევრები არიან, ნაცნობებიც, ისინიც ყველანაირი ხალხი. ისინი ამბობენ, რომ ეს ხალხი იქ დადიოდა. ორქიფანიძე და ეს უშუალოდ მუშაობდნენ, ხოლო მთავარი
რომ ეგრეთ წოდებული იყო მერაბიშვილი. ვანო მერაბიშვილი უარყოფს ყოველგვარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს რაიმე კავშირი ჰქონდა ძალოვან უწყებას ჩრდილო კავკასიელებთან. ასევე მინდა შეგახსენოთ ის ფაქტიც, რომ ცოტა ხნის წინ დათა ახალაიამ ვანო მერაბიშვილი სწორედ დაადანაშაულა ლაფაყურის სპეცოპერაციის ორგანიზებაში. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვანო მერაბიშვილის კომენტარიც მოვისმინოთ პირველად ამ თემაზე. ხელისუფლების მცდელობა საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს ასეთი ფაქტები, ეგ არის უსუსური მცდელობა და ყველა მიცის საქართველოში, რომ საქართველო არასოდეს არ ამზადებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ეს არის სისულელე. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი სპეცოპერაცია, რომელიც ლაფანყურში ჩატარდა. ნახეთ დეტალები, ახალი დეტალები ზუსტად 9 საათზე მეცხრეზე. ეს ხოლმე ცხარხის კორესპონდენტი, რომელიც თემას საღამოს 9-ზე დაუბრუნდება და სანამ რეკლამაზე გავალთ, მანამდე მოკლედ გეტყვით, რომ თავისუფლების მოედანზე მდებარე მერის ძველი შენობის რეკონსტრუქციის ჩასას 45 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე არის ჩვენი კორესპონდენტი და ასევე არყევს ინფორმაციას დაშავებულების შესახებ. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით ეთერში. და დღის მთავარი თემის განხილვით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. რამდენიმე წუთში ჩვენ შეკითხვებს ექსპერტი ხათუნა ლაგაძე უპასუხებს საღამომშვიდობისა, რომ ხართ სტუდიაში. ახლა კი ვნახოთ და გავიხსენოთ სასოფლო სამეურნეო სკანდალი, გაფლანგული მილიონები და გადამდგარი მინისტრი. რა შემთხვევაში დაბრუნდება დავით კირვალიძე მინისტრთა კაბინეტში და სად დაუშვა შეცდომა შევარდნაძის მთავრობის ყოფილმა წევრმა და ივანიშვილის თანაგუნდელმა კირვალიძემ, რომელსაც როგორც ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ამბობს, კორუფციული ფაქტების გამო ვარდების რევოლუციის შემდეგ საპროცესო გარიგება აქვს გაფორმებული. სწორედ კორუფციული სქემა და სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან გაფლანგული მილიონები გახდა დღეს კირვალიძის პოსტიდან გადადგომისა და სამინისტროს 10-მდე თანამშრომლის დაკავების მიზეზი. ის რომ მინისტრთა კაბინეტს ერთ-ერთი მინისტრი დატოვებდა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ პრემიერის ეს განცხადება და ასევე რამდენად პრიორიტეტული იყო ახალი მთავრობისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი. ძალიან საინტერესო პიროვნება და ძალიან მაგარი კაცი, ჩემთვის მაგალითად უაღრესად პატივსაცემი, რომ იცოდეთ, 10,000 დოლარი 15,000-მდე აქვს პრემიის სახით. მუშაობს და ძალიან საინტერესო ორგანიზაციაში და გაუგებარ ხელფასზე მოდის იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანას მიხედოს და თავისი გამოცდილება მოახმაროს. რომ თქვენ მოადგილებს, როდესაც აირჩევთ, ყველანი გააფრთხილე, რომ თუ ძმა ხარ არ დამღუპო. რამდენადაც მოადგილის ქთამიც მინისტრზე გადავა და რაც იქნება აუტანელი ჩვენს ხელისუფლებაში, ეს იქნება ნებისმიერი ტიპის კორუფცია და გარიგება და შერიგება. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეუთავსებელი და ერთადერთი რაც გავაკეთე კიდევ ერთ განცხადება, როდესაც წარმოადგინე და დღესაც შემიძლია გავიმეორო, პირველი ნაბიჯებიც ეს იქნება და შემდგომი ნაბიჯებიც ეს იქნება, თუ გაინტერესებთ ის, რომ არაფრით არ მოხერხდება და აუტანელი იქნება ნებისმიერი სახის გარიგება ბიზნესთან ან რაიმეში მონაწილეობა როგორიმე ტიპის ქთამის აღება და მინისტრი ვერ დაიზღოს თავს თუ მისი მოადგილე ან მის სამინისტროში სერიოზული სახის რაიმე კორუფცია ჩამოყალიბდება, მას აუცილებლად გადაყვება ხელმძღვანელი. მას აუცილებლად გადაყვებას ხელმძღვანელი საუბარია კორუფციაზე და სწორედ მთავრობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს ექსპერტი ხათუნა ლაგაძე უპასუხებს საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ხალბატონო ხათუნა, პირველ რიგში ჩვენ ნახეთ პრემიერის კომენტარი ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს, გასული წლის 8 ოქტომბრით თარიღდება, სადაც საკმაოდ მკაცრია და მოუწოდებს მთავრობის წევრებს, რომ არანაირ კორუფციულ სქემაში არ მოხდეს მათი ჩართვა. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი დღიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრალეულობა იკვეთება თუ არა თქვენი შეფასებით? მოგესალმებით, საკმაოდ მძიმე დღეა ალბათ ახალი ხელისუფლებისთვის, რადგან პირველი საკადრო ცვლილება, რომელიც საკმაოდ მძიმე, ასე ვთქვათ, ფაქტებს ეფუძნება. უნდა დავიწყო იმით, რომ ამ ეტაპზე უშუალოდ მინისტრის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებთ გამომდინარე უპირველეს ყოვლისა უდანაშაულობის პრეზუმპციიდან, სანამ არ დადგინდება კონკრეტული ფაქტები მინისტრის ბრალეულობისა ან არაბრალეულობისა, ამ თემაზე საუბარი შეუძლებლად მიმაჩნია და მე ვფიქრობ, ეს არის ახალი მთავრობის
უპირველესი დამსახურება და გამოწვევა ერთის მხრივ, რომ არ შეეცადოს დადგას შოუ ამ საკადრო ცვლილებიდან, ასე ვთქვათ, ალანაციონალურ სტილში, იმიტომ რომ ცდუნება ამისა რა თქმა უნდა დიდია, ისევე როგორც ნაციონალები ნებისმიერი დაკავებიდან თუ დაჭერიდან აკეთებდნენ შოუს და საერთოდ ხაზი იყო გადასმული და უკან იყო მოტოვებული სამართალი როგორც ასეთი, სამართლიანობის მოთხოვნები, კანონები და აი ამ შოუს ეწირებოდა ყველაფერი. და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ფაქტშიც და მოვლენაშიც იყო შოუს ელემენტები? თუ გავიხსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს, ასევე კვირის დასაწყისში პრემიერმა დაანონსა, რომ გამოქვეყნდებოდა სკანდალური დოკუმენტები. ასევე დატოვებდა ერთ-ერთი მინისტრი პოსტს და ჟურნალისტებს მოუხდათ მარჩიელობა, ვინ იყო ეს მინისტრი. თუ დავუშვათ სოფლის მეურნეობის მინისტრმა იცოდა, რომ სწორედ მის სამინისტროზე იყო საუბარი, რატომ მიიღო გადაწყვეტილება დღეს და არა დავუშვათ მაშინ, როცა პრემიერმა უკვე საჯარო გახადა და დაანონსა, რომ ერთ-ერთი მინისტრი წავიდოდა. ხო, საინტერესო კითხვაა. თავისთავად ის ფაქტი, რომ მინისტრმა მიიღო, თავისთავზე აიღო პასუხისმგებლობა, ეს არის იმდენად ბუნებრივი, ცივილური სახელმწიფოსთვის, რომ ამაში ჩვენ არ უნდა არაფერი გასაკვირი არ უნდა დაგვენახა, მაგრამ თუ გადავხედავთ 9 წლიან ისტორიას, ბოლო 9 წლის ისტორიას, ხო, რა ტრადიცია იყო დამკვიდრებული ზოგადად ქართულ, ასე ვთქვათ, მმართველობის სისტემაში, ასეთ ფაქტებს ჩვენ ან ვერ, ან ძნელად თუ გავიხსენებთ, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც თუ კორუფციულ გარიგებებზე და სქემებზე, არამედ ვნახეთ რა ხდებოდა იგივე სასჯელო ახსრულების დაწესებულებებში, ძალოვან სტრუქტურებში, გნებავთ იგივე ფინანსთა სამინისტროში და არასდროს არც ერთს არ ქონია იმისი სურვილი და მცდელობა, რომ საკუთარი ნებით აეღო და ეტვირთა პასუხისმგებლობა სტრუქტურაში არსებულ მოვლენებზე. ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო სახელმწიფო, რომელიც იმართებოდა შოუს და კლოუნადის პრინციპებით. დღეს თავისთავად ეს იყო რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თქვენ შეკითხვაში არის ლოგიკა, როდესაც დაისვა ეს საკითხი და სანამ ეს საკითხი გაჟღერდებოდა, ბუნებრივია თემა მანამდე აიწია, როგორც ჩანს, მანამდე ალბათ იქნებოდა სასურველი და უფრო გამართლებული, უფრო მაშინ გადადგმული იყო ეს ნაბიჯი. თუმცა მე ვიტყოდი, რომ მეორეს მხრივ მე ვახსენე, რომ ეს ფაქტი გამოწვევაა დღევანდელი ხელისუფლებისთვის და გამოწვევა არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს არაფერს დაუქვემდებარო სამართლის უზენაესობის პრინციპი, მაგრამ მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს სამაგალითო დასჯა. დიახ. იმიტომ რომ როგორც ჩანს არა ერთმა და ორმა ადამიანმა და საკმაოდ მაღალი დონის ჩინოვნიკმა გაბედა და იფიქრა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მათ შეეძლო დაუსჯელად ხელეყოთ სახელმწიფო სქონება და ხომ არ შეიძლება აქ ყოფილიყო ფაქტორი იგივე მინისტრთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ხელისუფლება ჩვენ გვყავს ახალი ქართული ოცნება, მაგრამ როგორც დღეს ყოფილი საუბრობ პრემიერზე ვანო მერაბიშვილმა გამართა ბრიფინგი და შეიძლება ვთქვათ, რომ ამ საკითხს მიუძღვა, მან აღნიშნა, რომ დავით კირვალიძე კორუფციული ფაქტების გამო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროის შემდეგ საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს. ანუ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მოახერხეს მილიონების გაფლანგვა, რაზეც არის საუბარი. ხო არ იყო ეს ფაქტორიც? რომ შესაძლოა იგივე კორუფციასაც ყავდა შევარდნაძის პერიოდს გულისხმობ. კირვალიძის კორუფციულ გამოცდილებას გულისხმობ ბჭყალებში. იცით რა, დავიწყოთ იმით, რომ ვანო მერაბიშვილი, რომლის კისერზეც არის 7 ნოემბერი მათ შორის 26 მაისი იმედის დარბევა ლაპარაკობდეს სხვის პასუხისმგებლობაზე, უბრალოდ არის ცინიზმი, სულმცირე. რაც შეეხება და სწორედ იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი და მისი გუნდი იმდენად ტყუილის საბურველშია გახვეული, რომ მათ მიერ მოწოდებული ფაქტები ზოგადად აღარ იმსახურებს ნდობას საზოგადოების თვალში. მათ შორის კირვალიძე იქნებოდა კირვალიშვილი თუ ნებისმიერი დავუშვათ მღებრიშვილი. დღეს უკვე ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული წინა ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე, აღძრული წინა ხელისუფლების პირობებში და ნებისმიერი საპროცესო გარიგება აღარაფერს ვსაუბრობს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, დგას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ამას
ძალიან ცუდია, რომ ყველაფერი ის რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში საქართველოში და რაც მეტნაკლებად უკავშირდებოდა ძალოვან და სამართალდამცავ სტრუქტურებს და სასამართლო სისტემას, არც ერთი ფაქტი არ იმსახურებს ნდობას. აქედან გამომდინარე, მე ძალიან გამიჭირდება ვისაუბრო იმის რეალურობაზე, რომ იმ შემთხვევაში დაუშვათ დავით კირვალიძე არ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და იყო რეალურად მონაწილე კორუფციული გარიგების. თუმცა მე ვერცერთ დავამტკიცებ ამ ეტაპზე და ვერც მეორეს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუბრობთ, რომ იგივე ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები და რეაქციები შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე აღარ არის აქტუალური, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, ისინი ასევე ამბობენ, რომ თუ მსგავსი ტემპით გაგრძელდა ვითარება ქვეყანაში და იგივე სამინისტროებში, შესაძლოა დაუბრუნდეთ პერიოდს, როცა არ იყო გაზი, როცა არ იყო პენსია და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ჩასაფრების პრინციპით მოქმედებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა დღეს და უნდა კონდეს თუ არა შესაბამისი რაიმე სახის რეაქცია ამჟამინდელ მთავრობას? იცით რა, მე არაერთხელ მიწევს უკვე ამის გამორება დავანებოთ რა ნაციონალურ მოძრაობას. თავი ჩვენივე ხელით ნუვაცოცხლებთ მკვდარს. არ არის ნაციონალური მოძრაობა ანგარიში მისაღები ძალა. ხა ის 40%, რომელთაც ის პარლამენტშია წარმოდგენილი, არის ფიქცია და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. მეორეს მხრივ, როგორც მოგახსენეთ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლების და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯნონ დამნაშავე პირები იმისათვის, რომ სხვას მსგავსი ცდუნების სურვილი აღეკვეთოს, იმიტომ რომ თუ ასე გაგრძელდა და პოსტფაქტუმ მოხდა რეაგირება ფაქტებზე, ხო? რა თქმა უნდა, არ არის არანაირი გარანტია იმისა, რომ იგივე გაზ შეექმნას პრობლემა, იგივე დენს შეექმნას პრობლემა, კიდევ უფრო დამძიმდა სოციალური ფონი. ამიტომ აი ეს ერთგვარი ტესტია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, არც ერთი ხელისუფლება და მით უმეტეს ახალი მსგავსი ინსინუაციებისგან დაზღვეული არ არის და ვერ იქნებოდა, მაგრამ აი ეს უნდა იყოს საჩვენებელი ყველა დანარჩენისთვის, ვინც დღეს შეიძლება სხვა სტრუქტურებშიც რაღაცა მსგავს სქემებს ხლართავს, რომ რითი შეიძლება დასრულდეს მათი манипуляციები და ხელისფათური სახელმწიფო ბიუჯეტი. თქვენც აღნიშნეთ და ალბათ საზოგადოებამაც იცის, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი პროექტი, საკმაოდ გრანდიოზული პროექტი ახალი ხელისუფლების, რომლის განხორციელებაც დაიწყო. და ბუნებრივია, ალბათ არსებობდა რისკიც, რომ იქნებოდა ხარვეზები. ხომ არ ფიქრობთ, რომ მინისტრი, რომელმაც თავად მიიღო გადაწყვეტილება, სანამ არ იქნება ყველა ფაქტი გამოძიებული, შეიჩეროს უფლებამოსილება და პრემიერმა დაუკმაყოფილა, თავიდანვე იყო განწირული, რადგან ამ ხარვეზებზე საინტერესო კითხვაა ძალიან. იცით რა, რა თქმა უნდა, ეს იყო გრანდიოზული პროექტი და ვალდებულება ხელისუფლების, რომ როგორც ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება შეესრულებინა, მაგრამ მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ნებისმიერი პერსონა დავით კირვალიძის ადგილზე იქნებოდა განწირული, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური და გლობალური პროექტის განხორციელებისთვის დრო იყო ძალიან ცოტა მომზადებისთვის. დრო იყო ძალიან ცოტა და სწორედ ამ მოსამზადებელ პერიოდში უნდა გაითვალისწინებინა და აღმოფხრილიყო ის ხარვეზები, რომელიც შემდეგ უკვე პრაქტიკული რეალიზაციის დროს იქნა დაშვებული, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ერთის მხრივ ამ პროექტის მასშტაბები და მეორეს მხრივ ძალიან მცირე დრო თავიდანვე უშვებდა იმის ალბათობას, რომ პროექტი წასულიყო ძალიან სერიოზული ხარვეზებით. ამიტომ არის, რომ ყველა წინასაარჩევნო დაპირება წინასაარჩევნო პერიოდში მოითხოვს ძალიან სერიოზულ გაანალიზებას და ანგარიშებას და შემდეგ უკვე ამ დაპირებების გაჟღერებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება ძალიან მწირი იყო, იმიტომ რომ პრემიერს არაერთხელ წინა, ასე ვთქვათ, ბიზნე ივანიშვილს სანამ პრემიერი გახდებოდა, არაერთხელ გაუსვა მსხაზე იმისთვის, რომ ის ძალიან ძუნწია დაპირებებში, სწორედ იმიტომ რომ ეშინია შემდეგ ამ დაპირებების რეალიზაციას სერიოზული წინაღობები არ დახვდეს წინ. მაგრამ და რეალურადაც ჩვენ 1 ოქტომბერს არ ვაკეთებდით არჩევანს გარკვეულ დაპირებებს ერთი ან მეორე პარტიის ან პოლიტიკური ძალის დაპირებებს შორის არჩევანი იდგა გადარჩენასა, ქვეყნისა და საზოგადოების გადარჩენასა და არ გადარჩენას შორის, მაგრამ აი შემდეგ უკვე გადარჩენილმა და სამშვიდობოს გასულმა საზოგადოებამ გაიხსენა ის დაპირებები, რომელსაც ქართული ოცნება მწირედ, მაგრამ მაინც იძლეოდა. ხალხო, აქვე უნდა გკითხოთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საკითხში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იგივე სამინისტროში არსებულ დარღვევებზე, შეიძლება არსებობდეს და იყო მენეჯმენტის პრობლემა და ეს არ იყოს მარტო მინისტრის პასუხისმგებლობა. საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი, არსებობს მილიარდიანი ფონდი. ამ ფონდის განაწილება არ ხდება ალბათ მხოლოდ სამინისტროსგან. ხომ არ ფიქრობთ, რომ კიდევ სადღაც შეიძლება არსებობდეს ვინმე ან რამე ისეთი, რის გამოც სწორედ ამ მინისტრის პოსტის შეწირვა მოხდა?
ვერ გეტყვით ამ კითხვაზე მე პასუხი გამიჭირდება, იმიტომ რომ ეს არ არის სფერო, სადაც მე თავს კომპეტენტურად ვგზნობ და ვფლობ ინფორმაციას, მე შემიძლია პოლიტიკური რაკურსიდან შევაფასო მიმდინარე ფაქტები, მაგრამ კიდევ ამბობ ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ასე ვთქვათ მშვიდი და სტაბილური იყოს მისი ხვალინდელი დღე და ქვეყნის მომავალი რომ ბოლომდე გამოიძიოს ის დარღვევები და კორუფციული ფაქტები რომლის საფუძველზეც რის თაობაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ და რომლის საფუძველზეც მიიღო მინისტრმა გადაწყვეტილება შეიჩეროს და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთი კითხვა როგორც ექსპერტი როგორ ხედავთ არის თუ არა ამჟამინდელი მთავრობა ერთიანი გუნდი მინისტრთა კაბინეტში არის თუ არა ერთწლოვნება დღეს მინისტრთა უმრავლესობა სწორედ კირვალიძეს უცხადებს ხარდაჭერას და ამბობს რომ გამორიცხულია შეუძლებელია რომ ეს ადამიანი იყოს დამნაშავე ამ საკითხში და მის უდანაშაულობაზე ამახვილებენ ყურადღებას თუმცა მე მახსოვს პირადად რამდენიმე თვის წინ როდესაც საუბრობდნენ ირაკლი ალასანიასა და გუნდ შორის არსებულ ბზარზე ანუ ახერხებს თუ არა გუნდი იყოს ერთიანი და არ იყოს განხეთქილება იცით რა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ნამდვილად გუნდში ბზარის გაჩენას მით უმეტეს რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი არ იყო იმ წონის პოლიტიკური ფიგურა რომლის წასვლაც გუნდიდან შეიძლება რაიმე სახის ბზარზე მიგვანიშნებდეს ამას ამ ეტაპზე მე გამოვრიცხავ დიახ დიდი მადლობა საინტერესო იყო თქვენი მოსაზრება მაყურებელს შევახსენებ ჩვენს კითხვებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პასუხობდა ჩვენ ბუნებრივია სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემას მომდევნო საათშიც დაუბრუნდებით ახლა კი რეკლამის დროა ეს არის ღია თამაში და იყავით მოვლენათა ეპიცენტრში ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად და სანამ თეაშველიძე შემოგვერთება მოკლედ გეტყვით თუ რა თემებზე ვისაუბრებთ ცოტა ხანში გუანტანამოს ციხეში პატიმრების მასიური შიმშილი გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი ბოლო 4 წელი ამბობს რომ ეს ციხე უნდა დაიხუროს ასევე აფეთქება თურქეთ-სირიის საზღვარზე ცხელწერტილში რა ხდება ჩვენ ცოტა ხანში გეტყვით ახლა კი თეაშველიძეა პირდაპირ ეთერში თეა საღამომშვიდობის ირაკლი საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური დღის შემდეგ ალბათ საინტერესო იქნება გავიგოთ რა ხდება ეკონომიკასა და ბიზნესში. სანამ ჩემს თემებზე ვისაუბრებდე, მანამდე კითხავ თუ იცოდი რომ დღეიდან ევროს დიზაინი შეიცვალა. შენ იმისთვის მუშაობ რომ ეს ინფორმაცია მომაწოდო მეც და მაყურებელსაც. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მოგაწვდით. თხილის ექსპორტიორებს სუდი ხარისხის მოსავლის გამო პრობლემები აქვთ. ევროს დიზაინი იცვლება რამდენიმე წუთში. ქარის ენერგიის ასათვისებლად პილოტური პროექტის განხორციელდება ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ რომ 20 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს უახლოეს პერიოდში კი იმ ადგილის შერჩევა მოხდება სადაც ქარის ელექტროსადგური განთავსდება პროექტი ქართლში ან სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება სადაც ქარის მაღალი სიჩქარე ფიქსირდება წინასწარი ინფორმაციით პროექტის მიმართ დიდი დაინტერესება აქვს ავსტრიულ და თურქულ კომპანიებს ქართულ მხარეს კი სურვილი აქვს პროექტში წილობრივი მონაწილეობით შევიდეს. განახლებადი ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის შესაწყობად საქართველოს მთავრობა ინვესტორებისთვის თამაშის ახალწესებს ადგენს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახიკალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საგარანტიო თანხა მცირდება და საჯარიმო პირობები იცვლება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საბანკო გარანტიების ოდენობის შემცირება, დაჯარიმების გამარტივება, იმიტომ რომ როდესაც ხორციელდება ასეთი დიდი პროექტები, ხშირია შემთხვევა ინვესტორი კომპანია ვერ ასრულებს იმ მითითებულ დროში სამუშაოებს, რომელიც არის მემორანდუმით გათვალისწინებული. ამის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვერ შეასრულებს შესრულებულ სამუშაოებს ვალდებულებით რაც აქვს, საბანკო გარანტია მაშინვე მთლიანად არ ჩამოეჭრება, მოხდება დღიურად დაჯარიმება. ცუდი ხარისხის მოსავლის გამო თხილის ექსპორტიორებს პრობლემები შეექმნათ, როგორც მეთხილეთა ასოციაციაში აცხადებენ უხარისხობის გამო ექსპორტიორებს პროდუქციის გადამისამართება ევროპიდან DST-ს ბაზრებზე მოუწიათ. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ქართულ თხილზე ფასები დაეცა. შაშადელთა შედარებით დაახლოებით 25%-ით მოიკლო კილოგრამზე $5 და 20 ცენტი შეადგინა. ორჯერ შემცირდა თხილის ექსპორტიც და პირველ კვარტალში $18 მილიონ დაეცა.
Agara Sugar კომპანიის სტრატეგიამ სხვა კომპანიებისთვის დაბალი ფასით გაეწია კონკურენცია არ გაამართლა. Როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, აგარის შაქრის ქარხანას სერიოზული ფინანსური პრობლემები კვლავაც აქვს, რადგან ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოსულ უკრაინულ შაქარს კონკურენციას ვერ უწევს. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალურად უარყოფს უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იგი უკრაინიდან შაქრის იმპორტის შეზღუდვას ლობირებს. დღესდღეობით ქარხნის სრული სიმძლავრე 180,000 ტონა ქარხანაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ვითარება არ შეიცვალა, Agara Sugar კომპანიის შემცირებებსაც არ გამორიცხავს. ჩვენი ბოლო გზა გამოდის, რომ ჩვენ მივიდვარ დეფოლტზე, ბანკროტზე, ესე იგი ბანკროტზე მივიდვარ. ამ შემთხვევაში ჩვენთან მუშაობს 600-ზე მეტი კაცი, ისინი შეიძლება დარჩეს უმუშევრად. ეკონომიკური კრიზისის გადასალახად ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის რეკორდულ მინიმუმამდე შემცირებას გეგმავს. განაკვეთი ბოლო 10 თვის განმავლობაში პირველად 0.75%-დან 0.5%-მდე დაიკლებს. უკვე რამდენიმე თვეა ევროპელი ფინანსისტები რეცესიის დაძლევას ამაოდ ცდილობენ. ინფლაცია უკვე დასაშვებ დონეზე დაბლა, თითქმის 1%-მდე დაეცა. უმუშევრობის მაჩვენებელი კი მკვეთრად გაიზარდა. ევრობანკში იმედოვნებენ, რომ განაკვეთების შემცირება ბიზნესის სტიმულირებას მისცემს. სესხები აღება გააქტიურდება. ევრობანკის გადაწყვეტილება უკვე აისახა ევროს კურსზე, რომელმაც მართლა უმნიშვნელოდ, მაგრამ პოზიცია დოლართან მიმართებაში მაინც გაიმყარა. დღეიდან მიმოქცევაში ახალი 5 ევროიანი ბანკნოტი გამოვიდა. ეს პირველი შემთხვევაა ევროს შემოღებიდან, როდესაც ბანკნოტის დიზაინი შეიცვალა. ახალ ბანკნოტზე ფულის დამცავი ახალი ნიშნებია განთავსებული, კერძოდ ფულზე გამოსახულია მითოლოგიური პერსონაჟის ევროპის პორტრეტი. ძველი ბანკნოტები კვლავ რჩება გადახდის საშუალებად და მათი მიმოქცევიდან ამოღება ეტაპობრივად მოხდება. მომავალში ევროს სხვა კუპიურების გამოცვლაც იგეგმება. ამ დროისთვის ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, თუმცა მხოლოდ დროებით გემშვიდობებით ზუსტად 1 საათში მე კვლავ დავბრუნდები სტუმრებთან და სხვა თემით უკვე, რამდენად რეალისტურია მთავრობის პროგნოზი ინვესტიციებთან დაკავშირებით, სად მთავრდება ხელისუფლების როლი და სად იწყება ბიზნესის იღებს თუ არა სახელმწიფო იმაზე მეტ სოციალურ ვალდებულებას ვიდრე შეუძლია. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე და ილიაუნის ბიზნეს რევიუს მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი იქნებიან ჩვენი სტუმრები. დროებით დაგემშვიდობებით. ახლა კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადავინაცვლოთ. გვანტანამოს ციხეში პატიმრების მასობრივი შიმშილი გრძელდება. 166 პატიმრიდან საკვების მიღებაზე 130 უარს ამბობს. ექიმები კი მოშიმშილებს ძალით კვებავენ. ამ ფაქტს ადამიანის უფლებების დამცველები მკაცრად აკრიტიკებენ, მედიკოსები კი სამედიცინო ეთიკის ნორმების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გვანტანამოში განყენებული მეთოდი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სარისკოა. ბარაკ ობამა ციხის დახურვაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში აქტიურად საუბრობს, თუმცა ეს ციხე ამ დრომდე არ დახურულა. 13 წლის ავღანელი გოგონა გვანტანამოს ციხიდან მამის გათავისუფლებას ითხოვს. იგი ახალშობილი იყო, როდესაც 2001 წელს ამერიკელმა სამხედროებმა მამამისი დაიჭირეს და კუბაში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. 13 წელია ავღანელი პატიმარი გასამართლების გარეშე სასჯელს გვანტანამოს ციხეში იხდის. ეს მამა ჩემის ფოტოებია. ერთი მისი ახალგაზრდობის დროსაა გადაღებული, მეორე კი ციხიდან შარშან გამომიგზავნა. ვთხოვ პრეზიდენტ ყარზაის მამა ჩემი გაათავისუფლოს. დღეს ამ ავღანელი გოგონას მამა ერთ-ერთია იმ 130 პატიმარს შორის, ვინც გვანტანამოში შიმშილობს. პროტესტის უკიდურესი ფორმით ისინი ციხის პირობებს აპროტესტებენ. პატიმრების უმრავლესობას ბრალიც კი არ აქვს წაყენებული. მოშიმშილეებს ოჯახის წევრები ამხნევებენ. გვანტანამოს პატიმრებს მოუწოდებს, სანამ სამართლიანი სასამართლო არ ჩატარდება, შიმშილობა არ შეწყვიტონ. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, უდანაშაულოები კი უნდა გათავისუფლდნენ. რამდენიმე მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმები პატიმრებს ძალისმიერი გზით, მილების საშუალებით ცხვირიდან კვებავენ. საკვების მიწოდების ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია. ერთ-ერთი ჩემი კლიენტი აღნიშნულ მეთოდს სასუნთქი და საყლაპავი მილის დანით დასეროს ადარებს. წინააღმდეგობის შემთხვევაში პატიმარი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს საკნიდან ძალის გამოყენებით გახავთ. პატიმრებს ცხოველებივით ეპყრობიან. არა ადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ პატიმრების ახლობლებიც.
გვანტანამოში მყოფმა ჩემმა ძმისშვილმა მითხრა, რომ სკამზე აბამენ. თავს უჭერენ განძრევის საშუალებას არაძლევენ და ცხვირის ნესტოებიდან მილების საშუალებით ორგანიზმში სითხე შეყავთ. ციხის თანამშრომლებს ეშინიათ, რომ მოშიმშილე პატიმრები დაიღუპებიან და ამიტომ მათ ძალით კვებავენ. გვანტანამოში შექმნილი ვითარების გამო ადამიანის უფლებების დამცველების შეერთებული შტატების ხელისუფლებას უკვე წლებია აკრიტიკებენ. დროა თითოეული პატიმრის საქმე გადაიხედოს, ადვოკატი დაენიშნოს, მათი ბედი კი სასამართლოზე გადაწყდეს. ისინი, ვინც ავღანეთისა და საერთაშორისო საზოგადოების უსაფრთხოებისთვის სასიშროებას არ წარმოადგენენ, უნდა გათავისუფლდნენ. ბარაკ ობამამ კუბის სამხედრო ბაზის დახურვის პირობა 4 წლის წინ დადო, თუმცა კონგრესის წინააღმდეგობის გამო პირობა ამ დრომდე შეუსრულებელია. პრეზიდენტის პოზიცია კი ამ საკითხზე უცვლელია. კვლავ მჯერა, რომ გვანტანამო უნდა დაიხუროს ამერიკის იგი საჭიროებას არ წარმოადგენს. ამასთანავე მისი შენახვა ძვირი გვიჯდება. ჩვენს საერთაშორისო იმიჯს ზიანს აყენებს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობას ასუსტებს. ამიტომ უნდა დაიხუროს. გვანტანამო ბარაკ ობამას ჯორჯ ბუშის ხელისუფლებისგან მძიმე მემკვიდრეობად ერგო. კუბის სამხედრო ბაზაზე ციხე 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გაიხსნა. ამჟამად ციხეში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 166 პატიმარია. აფეთქებების სერია ავიაიერიში თურქეთ-სირიის საზღვარზე ათობით დაღუპული და დაშავებული სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება პიკს აღწევს. ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე 2 წელზე მეტია მიმდინარეობს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ჰეზბოლა სირიის პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს. ბარაკ ობამა კი ამბობს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა. ბარაკ ობამა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს ადასტურებს, თუმცა პრეზიდენტის განცხადებით იმისათვის, რომ შტატებმა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, მეტი მტკიცებულებებია საჭირო. ობამას თქმით, ამ დრომდე უცნობი რჩება ზუსტად როდის და ვინ გამოიყენა სირიაში აკრძალული შეიარაღება. იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას და ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საპასუხო ნაბიჯებს შეეხება, მე უნდა მქონდეს ფაქტები. ეს არის ის, რასაც შტატების მოსახლეობა ჩვენგან ელოდება. ჩვენ მუშაობთ სირიის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება იმისთვის, რომ დავადგინოთ თუ რა ხდება სირიაში. ამის შემდეგ კი ჩვენ გადაწყვეტილებების მიღება შევძლებთ. რაც შეეხება ჩვენ პოზიციას, შტატები სირიის ყველაზე ძლიერი დონორია ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ჩვენ ვეხმარებით ასადის ოპოზიციას და ვამარაგებთ მათ სხვადასხვა აღჭურვილობით. ჩვენ დავაწესეთ სანქციები და ვცდილობთ დავეხმაროთ სირიელ ხალხს. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთბრალდებები ისმის. ამ საკითხზე გაერო დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფს გაეროში სირიის ელჩი. დიპლომატი სირიის მტრებს სრულ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. სირიის მთავრობა ქიმიური იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ გამოიყენებს. ხმები ამის შესახებ სირიის მტრებმა გაავრცელეს. სირიის ხელისუფლება მზად არის სამ საკითხზე გამოძიების ჩასატარებლად. სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ჰეზბოლას ლიდერი. სპეციალურ ტელემიმართვაში ჰასან ნასრალა სირიის ოპოზიციის სისუსტეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამბოხებულები ბასარ ასადის დამარცხებას ვერ შეძლებენ. ანალიტიკოსების აზრით ამ განცხადებით ლიდერმა დაადასტურა, რომ დაჯგუფების წევრები სირიაში ოპოზიციის წინააღმდეგ იბრძვიან. სირიას ყავს მეგობრები, რომლებიც არ რომ ქვეყანა შტატების ისრაელისა და სუნიტების კონტროლის ქვეშ მოექცეს. ჩვენ დავეხმარებით მათ, ვისაც ეს სჭირდება და სირიას არ მივატოვებთ. ოპოზიცია ასადის მთავრობის დამარცხებას ვერ შეძლებს. ვაფრთხილეთ მე ამბოხეებს, რომ ისინი დამასკოს ვერ აიღებენ. სირიაში საბრძოლო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება. ყოველდღიურად ათობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. რამდენიმე დღის წინ დამასკოში პრემიერ-მინისტრის ესკორტს დაესხნენ თავს. მაღალჩინოსანი არ დაშავებულა. გასულ ღამით კი სირიის სამთავრობო ავიაციამ თურქეთს სირიის საზღვართან ამბოხებულთა შტაბი დაბომბა. ჭურვები როგორც სირიის, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ავიაიერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. სირიის სამოქალაქო ომი 2 წლის წინ დაიწყო. ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ოფიციალური მონაცემებით 70,000 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიიდან ისევ საქართველოში დაბრუნდეთ და რეკლამის შემდეგ უკვე ღია თამაშისთვის ჩვენი კორესპონდენტი მადონა ბატიაშვილი მოემზადება და კახეთ ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში. ეს არის ღია თამაში და ახლა თავისუფალი რეპორტაჟის დრო დგება, ცოტა ხანში კი საინფორმაციო სამსახური შემოგვიერთდება. საბავშვო ბაღის ძველი წერტილების, საჭირო ინვენტარის და მოკლედ მთელი პრობლემები აწუხებს ამბავს. ჩვენ ვნახოთ ახლა სიუჟეტი, შემდეგ უკვე ჩვენი ჟურნალისტი ჩაგვერთვება კახეთიდან.
რაც გამოვიდეთ იქო, მიდი, აი რა თქვენი სკამი და წავიდეთ ბაღში. ნიკოლოზ და ნინო ნანობაშვილებს ბაღში სკამი და სათამაშოები ყოველ დღეს სახლიდან მიაქვთ. რადგან სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის საბავშვო ბაღში, სადაც ისინი დადიან არც სკამია და არც სათამაშო. ნანობაშვილების მსგავსად საკუთარი სკამებით დადიან ბაღის სხვა აღსაზრდელებიც. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებისთვის საჭირო ჭურჭელით სახლიდან მიიტანეს. შენობაში არც საკმარისი ოთახებია. ფართის სიმცირის გამო სკოლამდელ დაწესებულებაში ერთადერთი ჯგუფია, სადაც სხვადასხვა ასაკის აღსაზრდელებს გაერთიანებულ ჯგუფში ყოფნა უწევთ. ბაღს არც საძინებელი ოთახი აქვს, რის გამოც პატარებს ხშირად სკამზე ეძინებათ. პატარა მე 3 წლის მყავს. მიჩვეულია ძეს და ეძინება თავისთავად ბაღში, მაგრამ არანაირი პირობა არ არის მაგის თუ დაეძინოს. არა, მაქვს საშუალება რომ სხვა ბაღში ვატარო. ძალაუნებურად დამყავს აქ. მოძველებულ და განადგურებულ ინვენტართან ერთად დაზიანებულია შენობის სახურავი, რომელიც გასულ წელს შეაკეთეს, თუმცა ოთახებში წყალი ისევ ჩადის. შენობაში არც ძველი წერტილებია, არც გაზი და არც სასმელი წყალი. ჩანგრეულია იატაკი და dabzarულია კედლები. საბავშვო ბაღის სამზარეულო ფართის სიმცირის გამო ბაღის ადმინისტრაციის ოთახშია განთავსებული. მძიმე პირობების გამო სააღმრთელო დაწესებულებაში, სადაც 38 აღსაზრდელია, არ არის დაცული სანიტარული პირობები. ერთი ჯგუფი გვაქვს და ისიც შერეული. გვინდოდა რომ გაგვეყო, მაგრამ ის პირობები არ აქონდა რომ გაგვეყო ჯგუფი. ყველა ასაკობრივი ჯგუფი ქონოდა. საწოლებიც გვაქვს, მაგრამ არც იმის პირობები გვაქვს, რომ ბავშვები დავაძინოთ ცივა, მუმელით, თვებით და მთლიანი შენობა არ თვება. შემოღობილი არ არის და ძალიან უწვალობთ ჩვენ მასწავლებლები, რომ როდესაც გამოყვავს, ძალიან დაძაბულები ვართ, ბავშვი შეიძლება უცებ აგერ ან გორაზე ავიდეს ან რაღაცა და ვწვალობთ და. სიღნაღის რაიონის გამგეობაში ამბობენ, რომ ბაღის რეაბილიტაციისთვის წელს 35,000 ლარი გამოიყოფა, რომელიც ძირითადად შენობის რეკონსტრუქციას მოხმარდება. მოხდება იმ პრობლემების მოგვარება, ამჟამად რაც საჭიროება ვაქირის ბაღს. იქნება სველი წერტილები, იატაკის გაკეთება. ვაქირის საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია და აღზრდელთა მშობლები პრობლემის დროულ გადაჭრას ითხოვენ. და ჩვენ ახლა ვექირი უნდა ჩავთოთ პირდაპირ ეთერში, სადაც ჩვენი კორესპონდენტი მადონა ბატიაშვილი იმყოფება. მადონა, საღამომშვიდობის საინტერესო იყო რეპორტაჟი და იმედია მოყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება. მე კადრში ვხედავ, რომ შენობა არის ამორტიზებული და თითქმის მოუწესრიგებელი. რა დამატებით ინფორმაციის მოწოდება შეგიძლია შენახვა? დიახ, დია მოთხოვნა ბაღის არსებობაზე, რომ მშობლებს მაინც დახავთ ბავშვები ასეთი პრობლემების მიუხედავად და იქ არსებულ პრობლემებს საკუთარი ძალებით უმკლავდებიან. რაც შეეხება დაფინანსებას, როგორც ვიცით, ბაღები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაფინანსება ძირითადად მოდის ხელფასებზე, ასევე ბავშვთა კვებაზე და არის მცირე თანხები, რომელთაც ფინანსდება კომუნალური გადასახადები, თუმცა ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში არ არის თანხები გათვალისწინებული. ჩვენ ახლა ვხედავთ კადრში ბაღს, სადაც მთლიანად არის მოშლილი ინფრასტრუქტურა და საერთოდ არ არსებობს სველი წერტილები. დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც კახეთიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადონა, ძალიან კარგი იქნება თუ მივყვებით ჩვენ ამ პრობლემას და ვნახავთ რა რეაქცია და შედეგი მოყვება ამ სიუჟეტს. მოკლედ ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე ახალი და სოფო ჩაკვეტაძე. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოკლედ გადაცემთ 7 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს უბედური შემთხვევა თბილისში. ქალაქის ცენტრში მერის ძველი შენობის რეკონსტრუქციისას 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, გარდა ამისა დაშავებულია 3 პირი, ისინი უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბეტონის ჩასხმის სამუშაოებს აწარმოებდნენ. ნოდარ ჩაჩუა იმყოფება შემთხვევის ადგილზე, მისგან ახლა დეტალურად შევიტყობთ რა მოხდა ძველი მერიის შენობაში. ნოდარ დიახსოფო, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. აქ ძველი მერიის შენობაში, ეს არის საკრებულოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა მერიის განვითარების ფონდის ფარგლებში და სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ანა გააწარმოებდა. სწორედ ამ დროს ცემენტის კონსტრუქცია ჩამომართა და ამ დროს მოხდა სწორედ ის უბედური შემთხვევა, რომელზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ. გარდაცვლილი არის 12 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ წუთებში უტარდება სწორედ ექსპერტიზის სამუშაოები, საექსპერტო ბიურო მუშაობს, ასევე აქ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების სამსახური, გარდაცვლილი უკვე ამოყვანილია და ინფორმაცია ჩვენ დაგვიდასტურეს. სამნი ჩაიყოლა რა, ვერ გაუძლო საყრდენმა წერტილმა, რომელმაც უნდა დაიჭიროს ეს ბეტონი და ალმატურა და ჩაიტანა ეს სამნი რა. ბეტონს ახლა დასმული ბეტონი წავიდა და წაიყოლა და ერთი მიცვალებული შემეცარი უყურებდი რომ ამოყავდათ რა. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა.
დაიღუპა ერთი, ყავს სამი დაშავებული, მიზეზებს დაადგენს შესაბამის სამსახური იმედია უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამოწვევის მიზეზი. საკრებულო იყო ამორტიზირებული და თბილისის მერე მიიღო გადაწყვეტილება მისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებისათვის. სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია ანაგა თბილისის განვითარების ფონდის შეკვეთით. როგორც ჩანს, იყო უსაფრთხოების ნორმების სერიოზული დარღვევა და მოხდა უბედური შემთხვევა. სამწუხაროდ ერთი გარდაცვლილია, ვინაობას ვარკვევთ, სამონტყოფოში გადაყვანილია 3 ადამიანი და ძალიან წუხართ ამაზე. როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში სწორედ ექსპერტები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე, გარდაცვლილი ჯერისევ შემთხვევის ადგილზე იყვნენ, რაც შეეხება 3 დაშავებული ამ წუთებში უკვე გადაყვანილია იმგოროყვას კლინიკაში ჯერჯერობით მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს არ აქვთ, რაც შეეხება სულ ცოტა ხნის წინ საკრებულოს წევრები ყოფებოდნენ, რომლებიც უკვე საუბრობენ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული პასუხისმგებლობა სწორედ გაუმართლებლად თავად სამუშაოების უსაფრთხოების ზონების არ გაცვლასთან დაკავშირებით უნდა იყოს კომპანიამ, რომელიც მერიის განვითარების ფონდის მიერ ასრულებდა სამუშაოებს და ეს კომპანია არის ანაგა. შემთხვევის ადრილიდან ოდარ ჩაჩოა საუბრობდა. ვანო მერაბიშვილს დორის რამბრობის თანამშრომლებმა შესაძლოა სასამართლოში უჩივლო. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა დღეს განცხადება დააკეთა და დორის რამბრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის სახლების სახურავების გადახურვაზე 10%-იანი ეგრეთ წოდებული ატტატის არსებობაში დაადანაშაულა. მერაბიშვილის ბრალდებას დორში აბსურდულს უწოდებენ. იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი კორუფციული გარიგებების ფაქტებს ვერ წარმოადგენს, დორის მუნიციპალიტეტის რამბრობის თანამშრომლები მერაბიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში განცხადების შეტანას გეგმავენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გორში, როდესაც სტიქიით დაზარალებული ადამიანებს გადახურვა, სახურავების გადახურვაზე არის 10%-იანი ბოდიში და ეგრეთ წოდებული ბატონი ბიზნესპრო გასაგებ ტერმინს ვიხმარ ვაზვრატების საკითხი. იგივე ეხება კომპენსაციების დაზარალებულთა კომპენსაციების გაწევაზე, თქვენ იცით რომ იქ არის დეკლარირებული კორუფცია. ეს არის საშინელი უპასუხისმგებლო განცხადება, ეს არის ცილის წამება, ეგრეთ წოდებული ვაზვრატები, რომელიც ძალიან ხშირი იყო მისი ასე რომ ვთქვათ, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს და ალბათ უშუალოდ მასთან მიდიოდა ეს ვაზვრატები და ჩვენ ამ ცილის წამებისთვის მას მოვთხოვთ იმ პირების დასახელებას, ვისაც გულისხმობს და კონკრეტული ფაქტები ვიზეც არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ცილისწამებისთვის ჩვენ სასამართლოს მიმართავთ. სუიციდი ქუთაისის ციხეში ნომერ 2 დაწესებულებაში მსჯავრდებულმა სავარაუდოდ თავის საკუთარი ზეწრით ჩამოიხრჩო. ინფორმაცია ამის შესახებ სასჯელ ახსრულების სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით. საგამოძიებო სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებულმა კუჭის ტკივილი მოიმიზეზა და უარი განაცხადა სეირნობაზე. სეირნობიდან დაბრუნებულმა თანასარდნელებმა კი მსჯავრდებული გარდაცვლილი იპოვეს. საქმეს სასჯელ ახსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. სპორტული დელეგაცია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში ჩატარებულ რიგდარეშე სესიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ერთსულოვნად მიიღეს. ყველა გამოსვლელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა დაემიჯნოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვათ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის შანსი. ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველა ოპონენტის აზრი მოისმინა და საბოლოო გადაწყვეტილება ყველა დეტალის დათვალისწინებით შემდეგ მიიღო. სპორტსმენი, რომელიც ემზადება 4 წელიწადი, მაგას არ აინტერესებს რა პოლიტიკური ვითარებაა თავის ქვეყანაში და ვაფშე მსოფლიოში. ის კაცი არის ჩართული ყოველდღიურ ვარჯიშებს და იმას, რომ ასახელოს პირველ რიგში თავისი თავი, მერე უკვე თავისი ქვეყანა და თავისი კუთხე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ისე, რომ ხელი შეეწყოს სპორტსმენებს, რომ მიიღონ მონაწილეობა. გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან, მე ვფიქრობ, რომ პოზიციების შეჯერება შეიძლება იმ საკითხებში, რომელიც რუსეთის ფედერაციას გარკვეულწილად წლების წინ ქონა პრობლემატიური იგივე აფხაზეთის ტერიტორიასთან მიმართებაში, თუმცა თუ ეს საკითხები კიდევ ერთხელ მეორე იქნება მოგვარებული, რა თქმა უნდა, სპორტსმენი არ უნდა დაიჭაგროს და ჩვენ მომხრევართ, რომ ჩვენ ამ სპორტსმენს ასახელოს ჩვენი სამშობლო. დღეს მე ამით დაგემშვიდობებით, ახლა პირდაპირ ეთერში კვლავ ღია თამაში და ირაკლი ჩიხლაძე. ირაკლი. სოფოდროებით დაგემშვიდობებით და დღის მთავარ თემას უბრუნდებით. ეს არის სასოფლო სამეურნეო სკანდალი და ასევე
მილიონები, რომელიც გაფლანგულია. ჩვენ პირდაპირ ეთერში უნდა ჩავთოთ ქუთაისი პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აბულაშვილი. საღამო მშვიდობის ბატონო გიგლა, იმედია გესმით ჩემი ხმა. ბატონო გიგლა, პირველ რიგში როგორ იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გაიგეთ საკმაოდ სერიოზული თანხის გაფლანგვის შესახებ, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, მინისტრმა კი მიიღო გადაწყვეტილება საქმის გამოძიებამდე, მან შეიჩეროს უფლებამოსილება. მე ვიტყოდი, რა თქმა უნდა, შემაშფოთა ამ ინფორმაცია და ამავე დროს ვიტყოდი, რომ მოკლე შეფასება იქნებოდა ზოგადად ინფორმაცია შინაარსი, რასაც მე ვფლობ, სამწუხაროა. ანუ რა ინფორმაციაც გაამჟღავნეს საგამოძიებო ორგანოებმა და თავისთავად ცხადია, მე ვეცდები დავიცვა უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპები და დაველოდო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხარო არის იმიტომ, რომ ვარაუდობ გარკვეული საფუძველი საგამოძიებო ორგანოებს ალბათ ჰქონდათ, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება მინისტრის გადადგომას, ფიქრობ, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, პასუხისმგებლიანი პირის ნაბიჯი, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა პოლიტიკური იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, რაც მოხდა, რაც გამჟღავნდა. ბატონ გიგლა, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, როგორ ხდებოდა დაუშვათ იგივე ბარათების გადანაწილება ამ სფეროში, როგორ მიმდინარეობდა დაუშვათ რეფორმა და თანხების განაწილება გაყოფა? მხოლოდ მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თუ კიდევ არსებობს კონკრეტული ადამიანები, მეგულისხმობ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ასევე უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, რაც მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში? მე მინდა გითხრათ, რომ როგორც მე ინფორმირებული ვარ, აქ უნდა ვილაპარაკოთ ორი კატეგორიის ორ საქმეზე, რომელსაც სხვადასხვა უწყებები იძიებენ. ერთი ეხება სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებისა და რეალიზაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს, მეორე სახელმწიფო შესყიდვებს. შემიძლია ვთქვა, რომ პირველ კომპონენტში, ანუ ბარათების დარიგებასთან დაკავშირებით, ახლა იგივე პარლამენტში მაგალითად სისტემატური კონტროლი გვაქვს, სისტემატური ურთიერთობა გვაქვს ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებიც ადგილებიდან გვაწვდიან ინფორმაციას და ამ ინფორმაციას ხშირად გადავცემთ ხოლმე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც რეაგირებდა ხოლმე იმ ფაქტებზე, რაც ინფორმაცია, რომელსაც მაჟორიტარები გაწოდებდნენ თქვენ. საგანგაშო თუ პირიქით, საკმაოდ კარგად მიმდინარეობდა დარიგება. ცალკეულ შემთხვევებში საქმე ეხებოდა სიების ხარვეზებს, ეს როდესმე ყოფილა დამალული, რადგან 80%-ზე მეტი მიწების ფართობების არის აღურიცხავი საქართველოში და შესაბამისად კარდაკარის პრინციპით შემოწმებული. ეს სია რომ ხარვეზიანი იქნებოდა, ამისი მოლოდინი რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, სასუქებით ან სხვა ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიები, რომლებმაც დაიწყეს განაღდება ამ ბარათების, აი იქ შეიმჩნეოდა დარღვევები, ფასების ნამატი, შეძენა, ნომინალის განსხვავებული ფასები და ამ ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით სისტემატურად სამინისტროს. სამინისტრო რეაგირებდა. 800 მაღაზია, როგორც მე ვიცი, ჩართული ამ პროცესში და მე ვიცი, რომ სამინისტროს ჰქონდა თუ არ ვწდები 27 შემთხვევა, როდესაც დააჯარიმეს ცალკეული მეწარმეები, ბიზნესმენები, შეუჩერეს ხელშეკრულებით პირობები და ამის თქმის მინდა, რომ რეაგირება იყო, მაგრამ როგორ ჩანს ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას არ იყო საკმარისი და მეტიც შეიძლება და გაკეთებინა. და ბატონო გიგლა, მე ასევე უნდა გითხრათ ინფორმაცია, რომელსაც გულისმოამბე ავრცელებს, ისინი ამბობენ, რომ უმრავლესობამ ადამიანებისა ბარათის სახით მიიღო 100 ლარი. ასევე ნაწილმა 300-500 ლარი. ეს არის ხარვეზი თუ უბრალოდ შერჩევითი პრინციპი, რა პრინციპით ხდება ადამიანების შერჩევა და სხვადასხვა თანხების მიწოდება მათთვის. ანუ გულისხმობ ამ ბარათებს, ამ უხმარებლო ბარათს. თუ გაქვთ ინფორმაცია? მოგეხსენებათ, როდესაც კი, როგორ არა, როცა პროექტი გამოცხადა, ამ პროექტის შესაბამისად ჩანდა, რომ ადამიანები მიიღებდნენ სხვადასხვა ბარათს, იმის მიხედვით, ვის რამდენი სასოფლო სახნავ სათესი მიწის ნაკვეთი გააჩნდა.
მათ ვისაც 0.25 ჰექტრიდან 1.25-მდე, უბრალოდ 5 ჰექტრამდე ფართობი ჰქონდა, ისინი მიიღებდნენ ჯამურად კომბინირებულ ბარათს 640 ლარის ღირებულებით, რომელიც მოიცავდა როგორც მოხნას, ისე კულტივირებას და ასევე შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შეძენისას. ხოლო ვისაც ქონდა 0.25-ზე ქვევით, ოღონდ აქ ლაპარაკია იმაზე, არ არის ლაპარაკი საკარმიდამონ დაკვეთებზე, ისინი მიიღებდნენ 100 ლარიან ბარათებს. ასეთი ტაქტიკა იყო შერჩეული, ეს იყო შეთანხმებული პროექტში. უბრალოდ შესაძლებელია, იყო გარკვეული გაუგებრობები, მაგალითად ადამიანები ითხოვდნენ ხოლმე მრავალწლიანი ნარგავების დამუშავებასაც, რაც არ შედიოდა ამ საგაზაფხულო სოფლისა და სოფლის მეურნეობის დახმარების პროექტში და შესაბამისად გვიხდებოდა მათთან ახსნა-განმარტებითი მუშაობის ჩატარება. ასე რომ განსხვავება თანხებში ამით იყო გამოწვეული და ასევე ადამიანები, რომლებიც ხშირად ვერ ხვდებოდნენ გარკვეულ გარემოებათა გამო, დამატებით ციებში ხვდებოდნენ, შეიძლება აქაც ყოფილიყო ასევე პრეტენზიები მათი. თქვენი შეფასება იქნება საინტერესო. საგაზაფხულო სამუშაოები პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც არის გრანდიოზული პროექტი, ეს უნდა ვაღიაროთ, რომ მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა სწორედ ამ პროექტის განვითარება და მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს, შესაძლოა გამოიწვიოს იგივე კონკრეტულ რეგიონში ან სოფელში სამუშაოების კუთხით პრობლემა და დაგვიანდეს. არსებობს რაიმე სამსახური, რომელიც მოახერხებს, რომ მინისტრის გადადგომის, კორუფციული სქემის გამოძიების პარალელურად უზრუნველყოს, რომ მოსახლეობას არ შეექმნეს პრობლემები და ეს პროექტი გაგრძელდეს ხარვეზის გარეშე. გასაგებია, მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად აი ამ პროცესებისა, რომ ამ პროგრამას ზოგადად ჭრილი მიადგა, შეიძლება ითქვას, მიუხედავად ამისა, ყველაფერი გაგრძელდება, იმიტომ რომ პროცესები ვითარდება, ეს იუსტიციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო არავის არ დაუხურავს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, მექანიზატორი ასევე არსებობს და ის ვალდებულებები, რა თქმა უნდა, ისევ არსებობს და სამინისტრო დარწმუნებული ვარ გამონახავს იმ რესურსებს, რომ ამ პროცესებს თავი გაართვას. პროექტი მართლაც როგორც თქვენ ძალიან უპრეცედენტოა, პროექტი გაგრძელდება არა მარტო ეს ჩაერთვება ახალი კომპონენტები, საგაზაფხულო სამუშაოებს მოყვება საშემოდგომო სამუშაოები და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში რომელსაც დაუშვათ 2/3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტი გააჩნია. ქვეყანაში სადაც არ არის აღწერილი და აღრიცხული სავარგულები და ასე შემდეგ. ქვეყანაში სადაც მეწარმეები ცდილობენ დაუშვათ რომ ორმაგად და სამაგად ისარგებლონ კონკრეტული შემთხვევით და გაყიდონ მაგალითად სასუქი და თაღლითური სქემები შეიმუშაონ, ხარვეზები შეიძლება იყოს, მაგრამ მე მინდა შევხედო მიუხედავად აი ამ ყველაფერს იმედის თვალით და პოტენციაში ვხედავ რომ ჯამში ყველაფერი კარგად წარიმართება. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მე ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს დავუსვით. თქვენ ამბობთ, რომ ამ პროექტში ხარვეზები რომ იქნებოდა იცოდა ყველამ. ხომ არ ფიქრობთ, რომ მინისტრი აღმოჩნდა მსხვერპლი ამ ყველაფრის? იცით რა არის მე ამ კითხვასთან დაკავშირებით შემეძლია ვთქვა, რომ მაინც მინდა დაველოდო მოვლენების განვითარებას და შედეგებს, იგივე გამოძიების და სასამართლო განხილვის შედეგებს. დღეს მე თვალს ვადევნებდი მინისტრის კომენტარებს გადადგომასთან დაკავშირებით და ასევე მისი კოლეგების კომენტარებს. საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი მინისტრიც, ეიმედებოდა მას იმ ადამიანებისთან დაკავშირებით და ფიქრობს და ვარაუდობს ის, რომ ის ადამიანები სავსებით არ არის გამორიცხული, რომ უდანაშაულონი აღმოჩნდნენ. ასე რომ მე არანაირი საფუძველი არ მაქვს ამ წუთში ეჭვი შევიტანო ან ერთი მხარის, ან მეორე დიდი მადლობა ბატონო. ალბათ ჯობია მოვლენების განვითარებას. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ღია თამაში მონაწილეობა. მაყურებელს შევახსენებ ჩვენს კითხვებს. პარლამენტიდან პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობდა. რამდენიმე წუთში ჩვენ ბათუმში უნდა გადავინაცვლოთ და პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ბათუმის მერი, რომელიც უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს და ასევე გავიგებთ რა არქიტექტურული პროექტები იგეგმება აჭარის ქალაქში. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ახლა ერთად გავარკვიოთ, რას აპირებს ბათუმის ახალი არქიტექტორი, რომელსაც დიდად არ მოწონს ის შენობა ნაგებობები, რომელიც ბოლო პერიოდში აშენდა, ასევე ქალაქის მერს აქვს რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება, მანამდე კი ნათია როყვას მოусმინოთ.
ეს შენობა მემედაბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურიას ქუჩების კვეთაში. ბანკის შენობა მიუღებელია საერთოდ ყველა თავისი ატრიბუტით, მახასიათებლით, ფუნქციით, რა ვიცი, ყველაფერი გაუგებარია აქ ჩემთვის. განსაკუთრებით მიუღებელია ფორმულარება და მანერიზმი. ბათუმის ახალი არქიტექტორი იმ შენობაზე საუბრობს, რომელიც ზღვისპირა ქალაქში ყველაზე მეტად არ მოსწონს. 1 თქვა 2 3 4 5 6 ამაზეა 7 8 9 10 11 12 ევროპის მოედანზე შენობებზე დადგმულ გუმბათებს ითვლის და ბათუმისთვის შეუსაბამო მახასიათებელ დეტალებზე საუბრობს. ანუ ეს არის რაღაც გაუგებარი მიდგომა რა, არა სავსებით არატრადიციული ბათუმისთვის. როდესაც მახინჯდება არა მარტო მასშტაბი და ხასიათი, არამედ საერთოდ განწყობა, 7 ხასიათი ქალაქისა და 7 განწყობა, ზომიერება. ანბანის კოშკისგან განსხვავებით ბათუმის მთავარ არქიტექტორს მოსწონს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა, თუმცა იწუნებს შენობის ადგილს და ფუნქციას. თვითონ შენობა არ არის ჩემთვის მიუღებელია მისი განთავსების ადგილი და მიუღებელია მისთვის მინიჭებული ფუნქციები. სასწავლო დაწესებულების ფუნქციით ის ვერ იმუშავებს. სრულად გამოუსადეგარია ამ დანიშნულებით ამ მიზნით. ბათუმის მასშტაბები იცვლება განაშენიანების წესებიც. ზოლი პარამეტრები არ იყო დადგენილი, ამის გამო მოგვიწია რაღაც ზოლისვლების შეტანაც. ჩავთვალეთ, რომ სანაპირო ზოლი არის გაჯერებული მაღლივი კორპუსებით. რეგულაციით ძველ ბათუმში 2013 წლის 29 მარტამდე შესაძლებელი იყო 35 მეტრიანი შენობის მშენებლობა. 29 მარტიდან, ანუ ახალი დებულებით უკვე ძველი ბათუმის ტერიტორიაზე 7-8 სართულიანი მშენებლობაა ნებადართული. სრულიად ცხადია და გასაგებია, რა მოხდა 2008 წლის ომის შემდეგ, რატომ მოხდა ასე, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი დაერთო და ინვესტორთა დასაინტერესებლად პრაქტიკულად მოიშალა მართვისა და შენებლობის რეგულირების სისტემა მთლიანად. რომელი შენობები მოსწონთ ბათუმელებს, გამოკითხვა შემთხვევითობის პრინციპით ჩავატარეთ. ყველაზე მეტად მომწონს არაფუნქციონალურ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. არ მომწონს მეაგენი, სტეკლო ბეტონია და ამერი არ არის, სილამაზე რამე არ აქვს. ბათუმი ვიწრო გახდა, არა ეს ბათუმი. ახლა ის ძველი შენობები რო იყო, ნიკოლონდრე გაკეთებული შენერის სახლები იყო, ბელიტაჟები და ყველაფერი. და ბათუმი უფრო გაფართოებული იყო. ახლა შენობები დგას ფასავით. მაშინები ერთმანეთში ვერ გადადიან. ყველაზე მეტად მომწონს მაგალითად პიაცა. ძალიან ლამაზია. ცენტრის იქეთ შენობები და კორპუსები ძირითადად მოუვლელია, მაინც ანუ გარეუბნების თუნდაც ბაგრატიონი და ესეთი ქუჩები ძალიან მოუვლელია. და მეტნაკლებად ყველა დასანგრევია. განაშენიანებისა და ახალი რეგულაციის წესებზე ბათუმის საკრებულო მომავალ კვირას იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის დეპუტატებმა უნდა მიიღონ. ახალი არქიტექტორის მთავარი მიზანი ახლა განაშენიანების გარე უბანში გადატანაა. განაშენიანების აქცენტები გადავიტანოთ ქალაქის სიღრმეში, მთის ძირისკენ. აი ამ ქუჩა ამ ხეივნის გასწვრივ, ისევე როგორც ბაგრატიონის ქუჩაზე, ლერმონტოვზე, ჯავახიშვილზე და სხვა სიღრმეში ვცდილობთ განვავითაროთ საზოგადოებრივი საქმიანი ზონები. მოკლედ, ჩვენ ახლა ბათუმის მერი უნდა ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში და აქვე გითხრათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ყოველთვის ამაყობდა ბათუმში ბოლო პერიოდში დაწყებული აღმშენებლობით და ახალი შენობებით და ამბობდა, რომ იქ არის უცხოური და განსხვავებული არქიტექტურული შენობები. საღამო მშვიდობის ბატონო ჯემალ, დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მაინტერესებს, რომელი შენობა მოგწონთ თქვენ, რომელიც ბოლო პერიოდში აშენდა ბათუმში? ბატონო ჯემალ, იმედია გესმით ჩემი ხმა და საინტერესო იქნება სიუჟეტში ჩვენ ნახეთ აჭარლების კომენტარი, ასევე მოვისმინეთ ახალი არქიტექტორის კომენტარი. საინტერესოა, რომელი შენობა მოგწონთ ბათუმში, რომელიც ბოლო პერიოდში აშენდა? შენობები რა თქმა უნდა ბათუმში უამრავი აშენდა, უნდა ითქვას, რომ ყველა ის რაც ძველ ბათუმში გაკეთდა, უნდა ითქვას, ეს არის საკმაოდ კარგად რეაბილიტირებული უბანი, ასევე განვითარდა ზღვისპირა ზოლი და არაერთი შენობა შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის იუსტიციის სახლი იქნება, საცხოვრებელი კორპუსები თუ სასტუმრო კომპლექსები, ასე რომ აქ
ათეულობით მშვენიერი კორპუსები, რომელიც ქალაქს ამშვენებს ნამდვილად და მისი ახალი სახეა. რაც შეეხება ევროპის მოედანზე არსებულ შენობებს და იქ განთავსებულ გუმბათებს, რომელიც არ მოსწონს ახალ არქიტექტორს, ეთანხმებით თქვენ მის მოსაზრებას? ბატონო ჯემალ, უნდა გკითხოთ ევროპის მოედანზე ახალი შენობები და დადგმული გუმბათები, რომელიც არ მოსწონს ახალ არქიტექტორს. თქვენ მოგწონთ თუ არა ეს? საერთოდ მე პროფესიით არქიტექტორი არ ვარ, რა თქმა უნდა, ჩვენს ახალ არქიტექტორს შეეძლო ამ პროფესიამ პრეტენზიის გამოხატვა თავის დროზე, რა თქმა უნდა, ის ამ ტერიტორიას ხედებს, უხდება და ნამდვილად ახალი ბათუმის სახით იქცევა, რომელსაც მომავალში უფრო მეტი დადებითი შეფასება ექნება, რადგანაც არის გარკვეული გაღიზიანების ფონი საზოგადოებაში, რომ გარკვეული უბანი მოწესრიგდა და მთლიანად ვერ მოწესრიგდა ქალაქი, იმიტომ რომ აქ ეტაპობრივად მიდის ქალაქის განაშენიანება, ამიტომაც ევროპის უბანი როცა დასრულდება, იქ მიმდინარეობს რამოდენიმე ობიექტის შენებლობა, მას უკვე ექნება ერთ-ერთი დასრულებული და ბათუმისთვის სავიზიტო სახე. დიახ, ბატონ ჯემალ, თქვენ რა რეკომენდაციები და შენიშვნები გაქვთ ახალი არქიტექტორის მიმართ? მე მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ აპირებთ მას მიაწოდოთ კონკრეტული ინფორმაციები, რეკომენდაციები და ასევე შენიშვნებიც. ანუ განაშენიანების წესის შეცვლაზე ხო არ არის ბარი, ან იქნებ გითხრათ რას აპირებთ და რაზე ესაუბრებით? დიახ, უბრალოდ გარკვეული ნაბიჯები კიდევ უფრო გადაიდგა ამ განაშენიანების სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ბრალდებები, რომელიც მან გამოხატა, ცოტა უხერხულიცაა, იმიტომ რომ ის არის მერიის თანამშრომელი და თუ პრობლემები და პრეტენზიები იყოს, ჯერჯერ საწყის ეტაპზე ჩვენ უნდა გაგვიხილა ერთად და მას შეჯერებული პოზიცია გამოეხატა. ის არა დამოუკიდებელი არქიტექტორი, რომელიც კრიტიკის თვალით უყურებდა ქალაქის განაშენებას. ამიტომ ეს ხარვეზი მას გამოუვიდა და რის გამოც სიტყვიერი შენიშვნა მიიღო, უნდა ითქვას, რომ დღეს ჩვენ მოვახდინეთ აი ამ განაშენიანების ზონალური რუკის განხილვა კიდევ ერთხელ, იქ არაერთი ხარვეზი გამოჩნდა და ფაქტიურად მე მიმაჩნია, რომ ჩვენ კი დავაფიქსირეთ საკრებულოზე საკითხი, მაგრამ საკითხი ნაჩქარევად მომზადდა, რადგანაც არ იყო ფაქტიურად შეთანხმებული ჩემთან, მერიის სტრუქტურასთან, მომზადდა არქიტექტორების მხრიდან და არ იყო შეჯერებული მთელ რიგ სამსახურებთან, თქვათ იგივე ჯანდაცვის სამინისტროსთან, სად უნდა იყოს სანიტარული ზონები, თქვათ იგივე აჭარის მთავრობასთან თუ საქართველოს მთავრობასთან, რადგანაც მათაც აქვთ მათ საკუთრებაში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთები და ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება მათი განვითარების სტრატეგიაც და გეგმაც, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენი ავიღოთ რეკრეაციულ ზონად, ან შეიძლება ეს იყოს სხვა კუთხით დატვირთული. ამიტომაც დოკუმენტი გამოვიდა ნაჩქარავი და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს ხდომაზე, სადაც საკრებულოზე გაიმართება, ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტს ექნება სერიოზული შენიშვნების და არა გამორიცხული, რომ ეს დოკუმენტი დაიწუნონ. ბატონ ჯემალ, თქვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ცოტა განაწყენებული ხართ, ცოტა განაწყენებული ხართ ახალ არქიტექტორზე. თუ ის არის თქვენი თანამშრომელი, მერიის თანამშრომელი, რატო არ ხერხდება იგივე თქვენ შორის შეხვედრა, საუბარი, მსჯელობა, სანამ მიმართავთ საკრებულოს კონკრეტული პროექტით? საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამ ხრივ შეხვედრაზე პრობლემები არა, მაგრამ ეს თავისი ინიციატივით ახალი წინააღმდეგობები რატომღაც ჯერ მიდის საკრებულოსთან, იმიტომ რომ საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით მოხდა აი ამ კონკრეტული პიროვნების დანიშვნა მისი რეკომენდაციით და რატომღაც ვერ ავიღო ალღო თუ როგორ უნდა იმუშაოს მერიაში და მერთან. თვითონ არის პროფესიონალი, მის პროფესიონალებში არავის ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ასეთი შეუჯერებელი, მოუფიქრებელი ნაბიჯი და მერიის სახელით რაიმე განცხადების გაკეთება, თუ იქ ერთიანი პოზიცია არ იქნება, უბრალოდ ისევ მერიაზე დაარტყმა და რა თქმა უნდა, მის პიროვნულ პროფესიონალიზმზეც ასე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისათვის. მე შემიძლია ეს დავადასტურო, რომ მან უსაფუძვლოდ გააკრიტიკა, რომ ახამდე არ არსებობდა რაიმე რეგულაციები ნებართვის გაცემისათვის და ჩვენ ფაქტურად გამოდის, რომ ისე ვახდენდით ქალაქის მშენებლობას. მე პირველ რიგში იმიტომ ვამბობ ვახდენდით, რომ მე წინა წლებშიც მერიაში მუშაობდი, თუმცა მშენებლობასთან შეხება არ მქონდა, მაგრამ მაინც აი ეს პასუხისმგებლობა, კრიტიკაც მეტნაკლებად ჩემზეც გადმოდის. ამიტომაც ასე უსაფუძვლოდ ან მთლიანად რომ იცით, არაფერი არ იყო და მისი მოსვლით შეიცვალა ყველაფერი, ამის საფუძველს არ ქონდა. თუმცა თქვენ აღნიშნეთ, რომ არ ხართ არქიტექტორი, შესაბამისად
თქვათ პროფესიულად ვერ შეაფასებთ ამ შენობებს, ის არის პროფესიონალი, როგორც ასევე თქვენ აღნიშნეთ და ამიტომ ალბათ უნდა მოხდეს შეჯერება თქვენსა და ახალ არქიტექტორს შორის და ერთობლივად იმუშაოთ. რაც შეეხება მოსახლეობის პრეტენზიებს, რომ გარეუბნები არ არის მოწესრიგებული და განსაკუთრებული აქცენტი მხოლოდ ცენტრალურ უბანზე კეთდება, როგორია თქვენი გეგმა, მერის გეგმა, თქვენ საკმაოდ დიდი ხანია მერიაში მუშაობთ და წესით უნდა გქონდეთ ინფორმაცია, იგეგმებოდა თუ არა წინა ხელისუფლების დროს და ამჟამად რა არის გეგმაში. აპირებთ თუ არა დაეხმაროთ ამ ადამიანებს? მე კი ბატონო მოგახსენეთ მე უბრალოდ ერთს დავაკონკრეტებდი რომ ჩვენ აქ არქიტექტორებს შევხვდით მერიაში სადაც განვაცხადე რომ თუ რაიმე პრეტენზიები იყო ადრე და არ შეუსაბამო მშენებლობები ობიექტები შენდებოდა შეეძლოთ პროტესტი გამოეხატა წინა წლებშიც სანამ ობიექტის მშენებლობას დავიწყებდით რაც ფაქტურად არ დაფიქსირებულა მათი მხრიდან ასეთი აქტიურობა. რაც შეეხება ქალაქის სხვა უბნებს, უნდა ითქვას, რომ ეს თელმა ქალაქმა იცის, ქალაქში მიდის წყლის და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია და ეგრეთ წოდებული პერიფერიული ქალაქის სიღრმეში მყოფი ტერიტორიები ჯერჯერობით ინფრასტრუქტურულად ვერ გამოიყურება სტანდარტულ დონეზე. ამის მიზეზია ის, რომ იწყება აი ამ რეაბილიტაციის მესამე ფაზა გერმანიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით სესხის ფარგლებში. უკვე ჩვენ ვაცხადებთ ტენდერებს, ოქტომბრის თვიდან გვეყოლება გამარჯვებული და უნდა ითქვას, რომ მომავალი 3 წელი სწორედ აი ამ ტერიტორიებს დაეთმება, რომელიც მოიცავს ქალაქის ტერიტორიის 60%-ს. ეს საკმაოდ დიდი ფართია ბუნებრივია და როგორც კი ეს სისტემა მოწესრიგდება, არის ზღვიდან დაახლოებით 3-3.5 კილომეტრ რადიუსში, მე ვფიქრობ, რომ ეს არა ესეთი მიუწვდომელი ტერიტორია და ჩვენ ბაჩვენა იმანაც რომ ზოგიერთი ქუჩა რომელიც ჩვენი ხარჯებით მოვაწესრიგეთ სესხის გარეთ როგორ გამოცოცხლა იქ ინფრასტრუქტურა როგორ გაჩნდა ახალი სასტუმროები თუ ობიექტები ან საცხოვრებელი კორპუსები. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ მინდა უთხრა მოსახლეობას რომ მომავალი 3-4 წელი სწორედ ამ უბნების განვითარებისთვის იქნება რაშიც სესხის ფარგლებში გამოიყო დაახლოებით 51 მილიონი ევრო და ამას დაემატება ალბათ ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტებიც რომელიც დიდი მადლობა ბატონო ჯემალ რომ მოგვაწოდეთ ინფორმაცია და აქვე გეტყვით რომ კოჰაბიტაცია რატომღაც მოდური სიტყვა გახდა და კარგი იქნება თუ მერსა და ახალ არქიტექტორს შორის შედგება წარმატებებს გისურვებთ. ახლა კი ქუთაისში უნდა გადავინაცვლოთ სადაც საკმაოდ საინტერესო დღესასწაული მიმდინარეობს ქუთაის ქალაქობა რომელსაც მეორენაირად გვირილობის დღესასწაულს ეძახიან. ჩვენი კორესპონდენტი ალბათ საკმაოდ კარგად ერთობა ქუთაისში და ჩვენც გავიგოთ რა ხდება თეთრხიძე. საღამომშვიდობის და მოდით პირდაპირ მოგვაწოდე ინფორმაცია რა ხდება იმერეთის დედაქალაქში საპარლამენტო ქალაქში. საღამომშვიდობის ირაკლი ზუსტად 3 საათზე ნაკლები დრო რჩება გრანდიოზული გალა კონცერტის დაწყებამდე, რომელიც დღევანდელი დღის ბოლო აკორდი იქნება და ასევე გრანდიოზული ფოიერვერკი დასრულდება. მე კი თეთრხიძე ვიმყოფები, სადაც კომპანია მარიონელას დეფილე იმართება, სადღესასწაულო ჩვენება და ტრადიციული გვირილობა. თქვენ კადრში ხედავთ ულამაზეს დედოფალს და 50 მეტრიან ფატას, რომელიც სწორედ დღევანდელი დღისთვის შეიქმნა. მოგესალმებით. როგორ გზობ თავს 50 მეტრიან ფატაში? არ მეგონა ისეთი საპასუხისმგებლო თუ იქნებოდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ შეიძლება ისაკვირად გავართვით. დიდი მადლობა. ირაკლი, ჩვენი თანდაქალაქელი ხარ და ალბათ კარგად იცი და კარგად მოგეხსენება თუ როგორ გრანდიოზულად აღინიშნებოდა ყოველწლიურად 2 მაისი ქუთაისში გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა სადღესასწაულო ღონისძიებები დილის 10 საათიდან დაიწყო სპორტული შეჯიბრებები ნიღბების თეატრის კოსტიუმირებული მსვლელობა გამოფენები და ქართული ღვინის ფესტივალი. ეს ღონისძიება მიუხედავად იმისა რომ მიმდინარე კვირა არის სასესიო დეპუტატებმა მაინც გამონახეს დრო რომ ქუთაისელებისთვის მიელოცათ 2 მაისი და პოლიტიკოსებმა ქუთაისელებს ქუთაის ქალაქობა ოქროს ჩარდახიდან მიულოცეს პოლიტიკოსებმა აქცენტები გაამახვილეს ქუთაისის დანიშნულებაზე და სტატუსის გაძლიერებაზე. მე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებ რომ ზუსტად 10 საათზე დაიწყება გრანდიოზული
გალა კონცერტი არავის გაუკვირდება ალბათ რომ დეპუტატებმა მოახერხეს დრო გამოენახათ და მანდ მოსულიყვნენ რადგან საკმაოდ ლამაზი გოგონები არიან შენს გვერდით მე კიდევ ერთხელ გილოცავთ და საინტერესო საღამოს გისურვებთ მაყურებელ შევახსენებთ პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თორნიკე ხურციძე საუბრობდა რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია თუ რამდენად კარგად აღინიშნება ქუთაისში გვირილობის დღესასწაული ახლა რეკლამის დროა რეკლამის შემდეგ უკვე თეაშველიძე ბიზნესის დრო და საინტერესო სტუმრები კლავ ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო, რამდენად რეალისტურია მთავრობის პროგნოზი ინვესტიციებთან დაკავშირებით, სად მთავრდება ხელისუფლების როლი და სად იწყება ბიზნესის. იღებს თუ არა სახელმწიფო იმაზე მეტ სოციალურ ვალდებულებას, ვიდრე შეუძლია. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე და ილიაუნის ბიზნეს რევიუს მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი არიან. ჩვენ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები, მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მოგესალმებით. ნინო, პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. და დღეს რახან ამ თემაზე ვსაუბრობთ დღეს საკმაოდ ისეთი ანგარიში წარმოადგენს საინტერესო მიმოხილვა წარმოადგენთ თქვენ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა ეკონომიკური კვლევის ცენტრის და ღია საზოგადოების მიერ მომზადდა ეს ანგარიში სადაც საუბარია გარკვეულ ტენდენციებზე ეს როგორც შეეხება როგორც 2012 წელს ასევე შეეხება 2013 წელს მთავრობა წელს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ვარაუდობს ამის შესახებ განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნები დაისვა ამასთან დაკავშირებით, რომ რამდენად რეალისტურია ეს ციფრი. როგორ ფიქრობთ, რეალისტურია? მოგესალმებით კიდევ ერთხელ თია საღამომშვიდობის მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. როგორც თქვენ ბრძანეთ, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით და ეს მხარდაჭერა უკვე აგერ 2 წელია გრძელდება ამ პროექტის განხორციელების კუთხით. კიდევ ერთხელ მე-6 ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის მიმოხილვა 2012 წლის და ასევე მიმოხილულია 2013 წლის გამოწვევებით და წარმოდგენილია რეკომენდაციებით თუ როგორ უნდა შეძლოს ამა თუ იმ მიმართულებით რაღაცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სიტუაციის გამოსწორების. უცხოური ინვესტიციების კლების ანუ საკითხი ერთ-ერთი მთავარ თემად არის გამოტანილი ჩვენს ანგარიში და მოგეხსენებათ რომ გასული წლის ბოლო კვარტლებში ინვესტიციების რაოდენობა მკვეთრად იკლო. რა თქმა უნდა ეს არ იყო განპირობებული იმით რომ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც გახდათ რომ ზოგადად მხოლოდ ამით არ იყო განპირობებული. მხოლოდ ამით არ გახდათ. დიახ, ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდათ რომ ზოგადად სოფლიოში გლობალური რეცესიის პირობებში შემცირდა ძალიან ბევრ ქვეყანაში ამგვარი უცხოური ინვესტიციების შემოდინებები და საქართველოში, რადგანაც მე კვარტალურად ჰქონდა განხილული, თავარი უკვე ბოლო კვარტლებში ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფაქტორები გახდათ, ის ფაქტორები, რაც ასე ვთქვათ, არჩევნებთან იყო დაკავშირებული და იმ გაურკვევლობასთან, ასე ვთქვათ, დროებით, სანამ მოხდებოდა მთავრობის ფორმირება და ანუ მთავრობის ჩამოყალიბება. რა მინდა პირდაპირ მინდა გითხოთ, ეს 2 მილიარდი დოლარი არის გადაჭარბებული გაბერილი ციფრი მე ვფიქრობ, კი ბატონო, მოგახსენებთ, მე ვფიქრობ, რომ რადგანაც გველოდება კიდე საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოგრძალებული აზრი გახლავთ და იმის გათვალისწინებით, თუ მსოფლიო ბაზარზე რა მდგომარეობაც გახლავთ, ვფიქრობთ, რომ 2013 წლის განმავლობაში მთავრობას თუ არ აწარმოებს ის საკმაოდ აგრესიულ პოლიტიკას უცხოური ინვესტიციების, ასე ვთქვათ, მოსაზიდად, ძალიან გაუჭირდება ასე ვთქვათ, დაპირების შესრულება. მე ვისურვებდი, რომ ეს დაპირება ნამდვილად რეალისტური ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ მთავრობას არ ექნა, ესე ვთქვათ, გრძელვადიანი გაწერილი გეგმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს იმისათვის, რომ მოახდინოს ამგვარი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში, ვფიქრობთ, ამ მიზნის მიღწევა მათ გაუჭირდება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. მოდით ამ საკითხთან დაკავშირებით მოვისმინოთ გიორგი აბაშიშვილის მოკრძალებული აზრიც. ბატონო გიორგი, ისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. ზოგადად ძალიან საინტერესო კვლევაა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი გამოირჩევა საინტერესო კვლევებით, რომელიც ნამდვილად ღირს რომ გაეცნო. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას პირდაპირ უცხოური ინვესტიციების რაოდენობასთან დაკავშირებით, იმ ციფრთან დაკავშირებით, რომელიც თქვა დასახელდა 2 მილიარდი პრინციპში თუ გადავხედავთ ჩვენ წინა წლების მაჩვენებლებს 2 მილიარდი დოლარზე ცოტა მეტი დაფიქსირდა საქართველოში 2007 წელს, როცა ეს იყო გარკვეულად პიკი, შეიძლება ითქვას ეკონომიკური ზრდისაც იმ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა იყო ძალიან მაღალი. და პრაქტიკულად მისი
განმეორება ეხლა არსებულ ვითარებაში თითქოს და მეც ოდნავ საეჭვოდ მეჩვენება. პირდაპირ ვთქვათ, თუ ჩვენ ავიღებთ პირველი კვარტლის ტენდენციას, რა ტენდენციაც 2013 წლის პირველ კვარტალში განვითარდა, მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ეს წარმოუდგენელია. მაგრამ თუ იქნება მთავრობის მხრიდან განხორციელებული უფრო აქტიური პოლიტიკა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ზოგადად, სრულიად მთავრობას აქვს ინფორმაცია ინვესტორებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალიან მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას აპირებენ. იგივე ჩვენ ესმოდა გავიგეთ ინფორმაცია თქვა არაბი ინვესტორების შემოსვლასთან დაკავშირებით. სულაც არ არის თქვა წარმოუდგენელი ასეთი ტიპის მსხვილი ინვესტორების შემოსვლის შემთხვევაში შესაძლოა თქვა ეს ციფრი დაფიქსირდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირველი კვარტალი სამწუხაროდ თლად კარგ საფუძველს ვერ გვაძლევს თქვათ ამის მტკიცების, მაგრამ შანსი არის, უბრალოდ საჭიროა ჩემი აზრით, რომ ხელისუფლებამ მოახერხოს ის, რომ მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკური დისკუსია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტირება ეკონომიკაზე, დიახ, ეკონომიკაზე, საგარეო მიმართულებით და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ინვესტორებს, რომ არაფერი ამ ქვეყანაში ცუდი არ მოხდება, ამის შეგრძნება არავის არ უნდა კონდეს და ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად აქცენტირებული ეკონომიკის განვითარებას. გასაგებია კიდევ ერთი საკითხი, რასაც არ შემიძლია არ შევეხო, თქვენ ისაუბრეთ იმის შესახებაც, ნინო, საუბარია ბიუჯეტის შედგენაზე, ანუ სტრუქტურაზე, თუ როგორ ხდება ბიუჯეტის შედგენა და გაჟღერდა ასეთი მოსაზრება, რომ საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელია 44%, როდესაც ბიუჯეტის მოდის სოციალურ ვალდებულებებზე. ეს რა თქმა უნდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, გეთანხმებით, გვიხარია ისიც ხელფასები იზრდება, ასევე პენსიები იზრდება, მაგრამ რამდენად შესაძლებელია თქვენ ასე სვავთ კითხვას, რომ ჩვენმა ბიუჯეტმა ესეთი ტვირთი აიღოს საკუთარ თავზე, მაშინ როდესაც განვითარებული ქვეყნებიც კი ვერ უზრუნველყოფენ ამას. აქ მიჩნდება მე ერთი ასეთი კითხვა, ჩვენ გქონდა ესეთი ლიბერტარიანული მიდგომებიც წინა ხელისუფლების პირობებში, მაშინაც საუბრობდნენ სოციალურად ორიენტირებულია, მაგრამ იყო ეს კახაბენდუქის ფაქტორი სახელდებოდა მაშინ იყო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ანუ არც ეკონომიკა გააუმჯობესებულა და არც სოციალური მდგომარეობა, ну ყოველ შემთხვევაში არსებული მონაცემებით. აი ასეთ შემთხვევაში რა არის გამოსავალი? მე ვფიქრობ, იცით როგორი რაღაცა არის, რომ ზოგადად პირველი რიგის ამოცანა, მე ესე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკური ზრდის ამოცანას, რადგანაც ზოგადად ეკონომიკაში ეს ასე ვთქვათ, ჩემი მოგონილი არ გახლავთ, ეკონომიკური ზრდის გზით მიიღწევა სოციალური უთანასწორობის დაძლევა. წინააღმდეგ ესეთი ამის საპირისპიროდ სოციალური უთანასწორობის დაძლევის გზით ეკონომიკური ზრდა ვერანაირად ვერ მიიღწევა. ის რომ გასული წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა. კი ბატონო, მოგახსენებთ 44% მარტო წელს არ დაფიქსირებულა სახელმწიფო ბიუჯეტის, ასე ვთქვათ, სოციალური ხარჯებით დახუნძლა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტისა, ეს გასული წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, უახლოვდებოდა ყოველთვის აი 44%, დაიწყო 37%-დან ნელ-ნელა ზევით ადიოდა. ვერ გეტყვით, რომ ის ხელისუფლება რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ანუ რამე იმისგან მნიშვნელოვანი ბიუჯეტი გვექნებოდა, რაც დღეს გვაქვს, ალბათ სავარაუდოდ იგივე იქნებოდა და ჩვენი კრიტიკაც ზუსტად ამ მიმართულებით იქნებოდა, ასე ვთქვათ, განხორციელებული, რომ ფიქრობთ, რომ თავრობის ამოცანა გახლავთ, რომ შექმნას ისეთი გარემო ბიზნესისთვის, რომ ბიზნესმა თავად შექმნა სამუშაო ადგილები და არ იყოს სოციალური ვალდებულებებით, ასე ვთქვათ, სოციალურ დახმარებაზე ჩამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, 44% გახლავთ, ამიტომ იმისთვის, რომ პენსიების, ასე ვთქვათ, და ხელფასების, პენსიების და ასე სოციალური რაღაც ვალდებულებების გაწევა მოხდეს შემდგომ წლებში, კარგი იქნება თუ მთავრობა იფიქრებს იმაზე, თუ როგორ შექმნას ესეთი ფინანსური ინსტრუმენტები იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას გრძელი ფულის მასის, ასე ვთქვათ, საშუალება, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს საუბარი, უნდა დაიწყოს აუცილებლად საუბარი იმაზე, რომ შესაქმნელია კერძო დანაზოგების, ანგრევად კერძო საპენსიო ფონდების რაღაცა ელემენტების შემოტანა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სხვა გზა მე ვფიქრობ და ჩემი აზრი გახლავთ, რომ მომავალ წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს არ ეყოფა იმის რესურსი, რომ ის დაპირებები, ასე ვთქვათ, რაც წელს გაიცა, მომავალშიც ესე პერმანენტულად სრულდებოდეს ბიუჯეტის მხრიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო გიორგი? ზოგადად ახლანდელი ხელისუფლება, როდესაც იყო ოპოზიციაში და ემზადებოდა საპარლამენტო არჩევნებისთვის, ბუნებრივია მას ჰქონდა მისი პროგრამა, რომელთაც ის წარდგა ამომრჩევლების წინაშე და ნუ ეხლა მას გასაგებია და ლოგიკურია, რომ მას
უწევს აი ამ ვალდებულებების გარკვეულწილად შესრულება და ნუ რო არ შეასრულებინა ნაწილი მაინც ამ ვალდებულებების გასაგებია რომ მას თქვათ არ ქონდა უფლება მის სამორჩევის წინაშე, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი თემა არის ზოგადად განვითარება სახელმწიფოში. ჩვენ რას ვირჩევთ? ანუ ჩვენ ვირჩევთ რომ ვართ რაღაცა ისეთ გადარჩენაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომ აი ერთი იმდენი რომ ეხლა პირველადი საჭიროებები დავამყაყოფილოთ თუ ჩვენ ვირჩევთ რომ ჩვენ ვართ აი განვითარებაზე, გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო. ნუ ჩვენ პრინციპში განვითარებაზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ თუ განვითარებაზე ორიენტირებულები ვიქნებით, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივიღებთ უფრო მაღალ შედეგებს, რაც უკვე ავტომატურად უზრუნველყოფს ქვედაფენის უფრო აქტიურ ჩართულობას. სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს არა ის რომ მოქალაქეები იყვნენ მასზე დამოკიდებული, არამედ სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს ის რომ მოქალაქეები იყვნენ პროაქტიურები კერძო ინიციატივების ნაწილი და კერძო ინიციატივები უნდა იქნას მეტად სახალისებურ. მაგრამ ამაზე არსებობს რაღაცა კოდები იქნება, რა თქმა უნდა ეს უნებრივი ეს მნიშვნელოვანი ერთი მარტივი რაღაცა სახელმწიფო რაც უფრო მეტად იზრუნებს იმ საკითხზე რომ ყველა ტიპის ინიციატივა რომელიც ეხლა შესაძლოა არის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული თუ ამათი განკერძოვება და მოქალაქეთა ინიციატივებად გარდაქმნა მოხდებოდა მოქალაქეთა ინიციატივების გარკვეული ფორმით სახალისება მოხდება არ ვიცი ზუსტად როგორ მაგრამ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. სხვა შემთხვევაში თუ თქვათ მუდმივად მზარდ სოციალურ დახმარებებზე ჩვენ ვილაპარაკებთ ეს თემა არასოდესად დამთავრდება. აქედან გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხებს დებს სოციალურ პროგრამებში. ეს რაიმე სახით შეიძლება აისახოს ინფლაციურ პროცესზე, იგივე სავალუტო პროცესზე, როგორ ფიქრობთ? ამ ეტაპისათვის ასე პირდაპირ შესაძლოა ამას არ ველოდებოდეთ, გამომდინარე იქიდან რომ საერთო თანხა არის ერთი, თქვათ, რომელიც გვაქვს მოცემულ შემთხვევაში ბიუჯეტში და ამის ფარგლებში ხდება გარკვეული ოპერაციების განხორციელება და თქვათ ეს თანხა შეიძლება სხვა მიმართულებით, მაგრამ ისე მიმოქცევაში ყოფილიყო გამოსული, ამის ესე პირდაპირ თქვა, უბრალოდ ოდნავ ძნელია, თუმცა ცოტა მეტი რისკი ამისი, როდესაც ფული ჩნდება პროცესით ხარჯით ნაციის შემთხვევაში და არ არის გამაგრებული ეკონომიკური პროცესები. ეს უფრო ქმნის თქვათ გარკვეული ტიპის რისკს, მაგრამ ეს არ არის მაინც და მაინც პირდაპირ რისკი, მით უმეტეს ამ მოცემულობაში, რაც საქართველოში ამ სწორ ინფლაციური ტენდენცია არის, არანაირი რისკი ამისი ჯერჯერობით არ არის. ეს არ არის მოკლედ თავარი ამოცანა, შეიძლება ასე ვთქვას, თუმცა შეიძლება გახდეს. ამ მოცემულობის თავარი ამოცანა არის რა, როდემდე შეიძლება იყოს ზოგადად ეს წინა ხელისუფლების დაწყებულია, როცა მაქსიმალურად ესეთი ცდილობდა რომ ბიუჯეტი გარდაიქმნა რაღაცნაირად სოციალურად ორიენტირებულად 2012 წელს განსაკუთრებით, ხო? აი, როდემდე შეიძლება ეს გრძელდებოდეს, რომ ბიუჯეტზე ყავდეს თქვა დამოკიდებული ადამიანები. გასაგებია. მათ შეუქმნათ პირობები, რომ თქვენ გულისხმობთ, დიახ, მოკლედ თუ შეიძლება სამწუხაროდ ჩვენ დრო იწურება, მაგრამ ამასთან მინდა გკითხოთ თქვენ განაცხადეთ, რომ ბიზნესის ფუნქციები არ უნდა აიღოს სახელმწიფომ. რას გულისხმობთ ასეთ შემთხვევაში? მოგახსენებთ, იცით რა არის ესეთი მდგომარეობაა, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, აქ იგულისხმება, რომ სახელმწიფოს ჩარევა, რაში გამოიხატება, ხო? შექმნას გარემო იმისათვის, რომ მოზიდულ იქნას უცხოური ინვესტიციები, შექმნას ინფრასტრუქტურაში ჩადოს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინვესტიციები, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, გნებავთ სოფლად ირიგაციის, ადრენაჟო სისტემების, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით შეუძლია მას ამგვარი ინვესტიციების განხორციელება და რა თქმა უნდა ეს მისასალმებელი და ფიქრობთ რომ ძალიან კარგი ინიციატივებია, მაგრამ სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ცდილობს, ასე ვთქვათ, ჩაენაცვლოს კერძო კომპანიებს, გნებავთ ახალი სამუშაო. აი შემთხვევაში. იგივე აი ამ ფონდების საქმიანობა ჩვენთვის ცოტა საეჭვო გახლავთ, ხვდებით, ზოგადად ესე ამგვარი ფონდების საქმიანობა ნებისმიერ ქვეყანაში, მარტო საქართველოში კი არა, კორუფციის დიდი რისკის შემცველი გახლავთ. მაგრამ იქნება სადაზღვევო სტიმულირების ფონდი არ არის. კი ბატონო, მაგრამ ანუ იცით რა შეა საქმე, თუ ამას არ ექნა რაღაცა კერძო ინიციატივების წახალისების, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ფუნქცია, მე ვფიქრობ ამგვარი ინიციატივები წინა ხელისუფლებასაც, ასე ვთქვათ, ამგვარ შეცდომებს უშვებდა, როცა თვითონ გამოდიოდა ყველა, ასე ვთქვათ, კერძო ინიციატივების კონკურენტი და როცა სახელმწიფო გამოდის კერძო სექტორის კონკურენტად რაღაცა სფეროში, ვფიქრობთ, იქ უკვე რაღაცა მერე შემდგომ პრობლემები იწყება. რა თქმა უნდა, ეს უარეს შემთხვევაში და ვფიქრობთ აქამდე არ მივალთ. რეპლიკისთვის გაქვთ ბატონ გიორგი დაახლოებით ნახევარი წუთი. რა შეეხება ამ ფონდებს, რომელიც არის ამ ფონდებს თუ შევხედავთ როგორც გარდამავალს, ანუ გარდამავალი პერიოდისთვის და თუ ჩავთვლით ისე რომ არსებობს ასეთი თეორია, რომ თქვენ განმავითარებელი სახელმწიფოს როლი, თუ ჩავთვლით რომ ეს ფონდები არის შექმნილი როგორც განმავითარებელი სახელმწიფოს ფუნქცია განახორციელოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო დროებით და შემდგომ სწრაფად მოხდეს მისი თქვათ კერძო სექტორში გადანაცვლება, იგივე იქნება ეს თანხები თუ იქნება ეს აბსოლუტურად უთანხმოები, რომ კერძო სექტორის ფუნქციები სახელმწიფომ არ უნდა აიღოს, იქნება ეს თანხები
თუ იქნება ეს ფუნქციები, მაშინ მე ვთვლი, რომ დროის მოკლებადიან პერიოდში ეს გამართლებადია, თუმცა კორუფციის რისკი არსებობს, მაგრამ სწორედ იმიტომ არიან თქვა სახელმწიფო სტრუქტურები, მაკონტროლებლები ამისა, რომ მაქსიმალურად იქნას პრევენცია და გამოირიცხოს თქვა ეს რისკები, რომელიც პოტენციურად საფრთხეს ქმნის. ძალიან დიდი მადლობა ნინო, მადლობა გიორგი აბაშიშვილი და ნინო ევგენიძე იყვნენ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. გადაცემა ბიზნესის დასრულებულია დღეს. ასევე ახლა გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ თქვენ ირაკლი ჩიხლაძე შემოგიერთებათ. გადაცემის დასკვნითი ნაწილით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მოკლედ გეტყვით, რომ მთავარი თემა არის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა, როგორც უკვე იცით, დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია სამინისტროს 10-მდე თანამშრომელი. ასევე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება, როგორც ჩანს, ბათუმის მერსა და ახალ არქიტექტორს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა, რომელიც ალბათ უნდა დაალაგდეს და ასევე დღეს პარლამენტში იყო საკმაოდ სერიოზული ხმაური. ერთმანეთს დავით საგანელიძე და კაკო ბობუხიძე დაუპირისპირდნენ. ქუთაისში კი ამ დრომდე ზეიმობენ ქუთაისის დღესასწაულს. რაც შეეხება დღის ფრაზას, ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება უნდა შეგახსენოთ, რომლის ფრაზასაც ახლა მე შევეცდები წაგიკითხოთ. ჩვენ ვართ ხელისუფლება, ეს არის სახელმწიფო, შესაბამისად სწორი გზა უნდა ავირჩიოთ, მიმართავთ საზოგადოებას, თუ გინდათ ქაოსი, მხარი დაუჭირეთ გუშინ განვითარებულ მოვლენებს. ახლა მოვისმინოთ სინქრონი. ჩვენ ვართ ხელისუფლება, ეს არის სახელმწიფო. შესაბამისად ჩვენ დავუჭირთ სწორი და სწორი განწყობა მივიღოთ. ჩვენ აქვს ორი გზა. თქვენ თუ გინებთ რომ მიიღოთ ქაოსი, მაშინ მხარი უნდა დაუჭიროთ. მთავრობას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატო აკირვალიძე თანამდებობიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოვლენილი კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შემდეგ მეორე დღესვე გადადგა ზუსტად 1 საათში. რა შეფასებები კეთდება თემაზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რაც აცხადებს ოპოზიცია და როგორია უმრავლესობის კომენტარები. ადმინისტრაციული სასჯელის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ხმაურიანი განხილვა პარლამენტში ახალი რეგულაციების დამტკიცების შემთხვევაში პირს, რომელიც აღნიშნულ კანონს დაარღვევს, ფინანსური ჯარიმა დაეკისრება. რას აპროტესტებს უმცირესობა და რა არგუმენტები აქვს მმართველ გუნდს? დეტალები დღის მთავარ გამოშვებაში. სამი დღე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გზა ნაზარეთიდან უფლის საფლავამდე ქართველი პილიგრიმების მოგზაურობა ისრაელში და მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში. ზუსტად 1 საათში მეცხრე არხის რეპორტაჟი ისრაელიდან. და ირაკლი უფრო ვრცლად დღის მთავარ თემებს თამთა სანიკიძე და მე ლევან ჯავახიშვილი ზუსტად 55 წუთში გაგაცნობთ. წარმატებულ ეთერს გისურვებთ ლევან, მე დაველოდები მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. ღია თამაში კი დასრულებულია და იმედია ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება. იმედით უნდა დაგემშვიდობოთ, იყავით მოვლენათა ეპიცენტრში.